რა თქმა უნდა, აინტერესება გამოიწვია, უფრო მეტი მეფუტკრე დაინტერესდა, მე რამიზურგეთში კიდევ ვისაუბრეთ, კიდევ უფრო წამოვიდა ინტერესი. შარშანდელთან შედარებით ვფიქრობ, რომ წელს უფრო მეტი იქნება შხამის მოპოვება, იმიტომ რომ მხოლოდ მე მაქვს წელს 150 კოლექტორი შეკვეთილი და 5 აპარატი დაახლოებით და ეხლა რაც უფრო გაიზრდება, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა და ასიც კარგი იქნება, დაინტერესებაც მეტი იქნება, არის კიდევ გარკვეული შიში მეფუტკრეებში შხამის აღებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თავისი მეთოდი, თავისი პროცესი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სტანდარტულად, როგორც საჭიროა, ისე ვარც ფუტკარი დაზიანდეს, როგორ მოექცევით, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. რო თქვა ახლა მე რომ რაღაცა მნიშვნელოვანი დაზიანებას იღებს ფუტკარი, სხვასთან შედარებით იმ რძის აღების დროსაც, როგორც ზიანდება, თუნდაც იმ თაფლის და იმ ყველაფრის მოპოვების დროსაც, იმაზე მეტი არაფერი არ მოხდეს მოკლედ. პირიქით, ბევრ გამოცდილ მეფუტკრეს ის აღნიშნავს, რომ შხამის აღების შემდეგ ფუტკარი უფრო ენერგიულად და ინტენსიურად მუშაობს. რა ვიცი, წელს ვნახოთ როგორ იქნება, ფასი როგორი იქნება, აგერ ბატონი გიორგი იგვეთის რამე გვაქვს სიახლეები და უფრო და უფრო გაიზრდება ჩემი აზრით მოთხოვნა მეფუტკრეებშიც, რომ აწარმოონ ეს პროდუქტი. ბატონო შვაგი, ერთი კითხვას დაგისვამ თუ იგი თუ საიდუმლო არ იქნება, რა თქმა უნდა, შარშან მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ სერვისი და ასევე თქვენ საფუტკრეში კიდევ ამუშავებთ შხამის და დაახლოებით საშუალოდ რა რაოდენობის შხამს მოუყარეთ ფუტკრის შხამს თავი? შარშან, როგორც მახსოვს, სადღაც 1 კილოგრამი რა, დაახლოებით. ბევრი არ მიმოძრავია, ბევრ საფუტკრეში არ მომიწია, ასე ვთქვათ, გასვლა. რამდენიმე განვიღებ. მე არ მუშაობ, არც არ ბრიგადა, ასე არ მუშაობ. მე ჩემი ოჯახის წევრები გარშემო ძირითადად შარშან მომიწია აქ დუშეთის რაიონში, კასპის რაიონში შორსაც გავსულა, რამდენიმე მეფუტკრესთან ვიღებდი. პირადად მე ფუტკარი შარშან ბევრი არ ყავდა, იმიტომ რომ ბევრი დამეხოცა წინა ზამთარს და შარშან გამრავლებაზე ვიყავი უფრო გადასული და წელს, რა ვიცი, მე მგონი, კაი მდგომარეობაა უფრო და კიდევ უკეთეს ველოდებით და წელს ვფიქრობ, რომ მეტი შედეგი იქნება. და მეც ავიღებ და მოთხოვნაც ბევრია, ბევრისგან მოდის ახლა. უნდა აღება. შორს ვერ წავალ ნამდვილად. კიდევ ერთი კითხვა, დაახლოებით ერთი ფუტკრის ოჯახიდან თქვენი კოლექტორის მეშვეობით რამდენი გრამის აღებას ახერხებთ ერთ აღებაზე და ზოგადად საშუალოდ სეზონზე ერთი ოჯახიდან რამდენი გრამის მიღება არის შესაძლებელი? მოგახსენებთ ახლა. იყო შემთხვევები შარშან მაგალითად გრამი და 25 რვა მოსულა ოჯახიდან, აი ესე დაახლოებით 25 ოჯახიან საფუტკრეში ვიყავი და თითოდან გამოვიდა გრამი და 25 გაცილ სუფთა მდგომარეობაში. საშუალოდ 0.7, 0.8, 0.9 ესე ამოდის ხოლმე ზაფხულის განმავლობაში რომ მუშაობ. საშუალოდ მაინც ვანგარიშობ ხოლმე 0.7 კარგ შედეგად ვთვლი, ასე ვთქვა. თითო ოჯახიდან. ადგილმდებარეობას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, ეხლა სათხდება ამოღება დასავლეთში, რა თქმა უნდა სეზონი დიდია, კახეთში რა უშუალოდ სიტყვა, ეხლა ჩემ მხარეში ნაკლები უფრო სეზონი მოკლეა შედარებით. მე დამიწყია დაუშვათ მაისის შუა რიცხვებში და სექტემბერში ამიღია. მაისიდან სექტემბრამდე. 10 დღეში ერთხელ, 12 დღეში ერთხელ ასეთი ინტერვალით. საშუალოდ სადღაც 12-14 აღება შეიძლება მოახერხო რა. ოჯახიდან საშუალოდ 0.7 ვანგარიშობ და დანარჩენი ახლა უკვე გადაითვლიან ის გაუშვათ 100 ოჯახიდან ერთ ამოღებაზე სადღაც 70 გრამის, 75 გრამი ამოიღო.
დაახლოებით. ანუ დაახლოებით 10 აღება მაინც მოახერხნა რა სეზონს ვეფუთხრეებმა. კი, 10 ჩვეულებრივად რა ვიცი. კი ბატონო. 10 ძალიან ცოტა არ არის. სუბუქაც 10 არა, საშუალოდ ვაკეთებთ ახლა იმას. მე მგონი ცოტა 10 აღება. ესე შეიძლება 18-იც აიღო, მაგრამ ზოგადად არის აქ საუბარი, რომ 10 აღება ყველა ვარიანტში უნდა მოახერხოს, რა ვიცი, ნებისმიერმა მეფუტკრემ ნებისმიერ ტერიტორიაზე. 3-24, ხო. 24 ძალიან მაღალ ფასში თუ არ არის ახლა სადღაც ისეთში რა, სადაც ძალიან მოკლე სეზონია. შეიძლება საშუალო ვთქვათ, იქნება 12 აღება. საშუალო. და რა მაინტერესებს, აი თქვენ ახსენეთ 200 თუ 150 კოლექტორის შეკეთა გაქვთ. კი ბატონო. დაახლოებით ერთი კოლექტორის დამზადებას მომზიმას რა დროს ანდომებთ? ახლა 150 კოლექტორი უყურეთ, მე გადავიყვანე როგორ იცით, აი არ დასამალი არაფერი არ არის. ესე იგი ერთ მეფუტკრეზე დაახლოებით ავიღე 10 კასეტი საშუალოდ. ესე იგი სულ გამოდის რომ 15 მეფუტკრის შეკვეთა შეგიძლიათ შეართულოთ. ეხლა გეტყვით, ნახეთ ზოგს აქვს მაგალითად კომპანია აი ქალბატონ მარინა ქარდავას მაგალითად წახარულია. ეხლა მაქვს 30 კოლექტორი აწყობილი უკვე. არის რომ ზოგს 20 აქვს შექმნილი, ზოგს 15, ზოგს 10. არის ისეთი შემთხვევაც, ვისთვისაც აი 15 დაუმზადე რამდენიმე წლის წინ და კიდევ აი ეხლა 5 დაიმატა მაგალითად. ესეთი შემთხვევაც მაქვს. რო თქვა ახლა მე გადავანაწილებ დროს რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა გარკვეულ ერთ ოპერაციას ვასრულებ ერთიანად, აი დაუშვათ მასალის დამზადება, დაჭრა ზონებზე. დავადგენ, ნუ ბოლო ჯამში გამოდის რომ შემიძლია რომ აი ორი კოლექტორი დღეში გავაყენო. ესეთი გასაგებია. ეს უკვე ინტენსიური შეკვეთა აუდი ხართ თუ ნაკლები გაქვს შეკვეთები, აი ამას მინდა ხაზი რომ დავუსვა. ბევრისთვის უკვე უარი მაქვს ნათქვამი რომ ვერ მოვასწრებ. შეკვეთები აი ბოლო ინვოისი მაქვს 20 კასეტაზე, რომლის ვადა შესრულების მაქვს ივნისის ბოლომდე. თუმცა მაისის ბოლომდე უნდა დავასრულო, ესეთი გეგმა მაქვს. უბრალოდ თადარიგი დავიჭიდე დროის ამბავში, რომ ხელშეკრულებაა და მე დარღვევებით ესეთი რაღაცები არ მიყვარს დროს რო ვიტყვი, იმ დროში უნდა გავაკეთო ის ყველაფერი. და თუ საიდუმლო არ არის ერთი კოლექტორის ფასიც რო გითხრათ? ერთ კოლექტორს ამჟამად ვყიდი $200, ეკვივალენტი ლარში, რა თქმა უნდა. და თვითონ აპარატს ამით რომელიც იმპულსებს იძლევა? აპარატს უშუალოდ მე არ ვამზადებ, მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდამდე უკვე რაც შეკვეთილი არის და ბოლო მოდელის აპარატი, ასე ვთქვათ, რაც არის ის ეკრანიანი, მე რომ მქონდა წარმოდგენილი, ამას ელექტროინჟინერი ამზადებდა ბოლო დროს $1300 ყიდიდა ამ აპარატს. ახლა ბოლოს რომ საუბრედა ეს 4 თუ 5 აპარატი რომ შეუკვეთე, მე ვუცხარი რომ ესენი უკვე ნათქვამია და ფასიც რა თქმა უნდა ნათქვამია, მითხარ მიწიო მოიმატებს კიდე, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა ელექტრო დეტალებზე ფასები და იზრდება კიდევ და ჩინური ახალი წლის მერე კიდევ უფრო გაიზრდებაო. mouth-tool-ზეც ასე ვთქვათ, მე რასაც ვიყენებ და შემომაქვს, ის mouth-tool-იც ნელა გაძვირდა და კიდევ უფრო გაძვირებას ამბობენ. დღევანდელი მდგომარეობა რაც არის სოფლიოში, იქიდან გამომდინარე რაღაცები ალბათ შეიცვლება. მაგრამ ჯერჯერობით ეს ფასები. კი ბატონო, დიდი მადლობა, ჯერჯერობით კითხვები ამოვწურეთ, მაგრამ კითხვები კიდე ბევრი გვაქვს ბატონო შმაგი. მოდი მე მინდა ახლა გადავიდე ბატონი გიორგი ნადირაშვილთან, რომელიც შემოგვიერთდა, რომელიც არის თვითონ კომპანია, ეს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ჩამს იბარებს, ყიდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონი გიორგის რო ვთქვათ, ბატონი გიორგი არის ბატონი ალექსანდრე ნადირაშვილის ვაჟიშვილი და შესაბამისად აგრძელებს მამის იმას, ასე რო ვთქვათ, მამას ეხმარება, რომ ამ შხამის წარმოების განვითარება მოხდეს ზოგადად საქართველოში. მოდი ბატონ გიორგის შევეკითხოთ, დღეს რა მდგომარეობა არის შხამთან დაკავშირებით? მაგალითად, თუ ისიც საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა,
შარშან დაახლოებით საშუალოდ რა შხამის რაოდენობა შეგროვდა, როგორი ხარისხის იყო და დაახლოებით ვაკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნას და იზრდება თუ არა მოთხოვნა შხამთან ქართულ შხამთან დაკავშირებით. ხო არ არის კიდევ ასევე რამე სხვა საფრთხები, მაგალითად რომ თქვა და კონკურენცია გაგვიწიოს სხვა ქვეყნებმა და ესეც რო ვიცოდეთ, ასე რომ ვთქვათ, ნუ პრობლემები რა გვაქვს, რისკები რა გვაქვს, ასე რომ ვთქვათ და ძირითადად აი ეს თემები გვინდა რომ ამოვწროთ და ზოგადად საიდან დაიწყეთ ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, დეტალები და თქვენზე მოკლე ისტორიას, ასე რომ ვთქვათ, თქვენ კომპანიაზე და შეგიტყვათ. ხო, ბატონ გიორგი. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. ეს ეხა რა ვიცით, მე მგონი ყველა მიცის რომ მამა ჩემმა შალვა ნადირაშვილმა დაიწყო ეს ყველაფერი და მე მგონი უნდა იცნობთ ხო ყველა სავარაუდოდ ჩემს ძმას და მამაჩემს უფრო იცნობ. მან დაიწყო ეს საქმე და 80-იანი წლების ბოლოს. რაც შეეხება ეხა მოლოდინები რა გვაქვს ჩვენ რომ ჩვენ გვყავს ეხა შეკვეთები გვაქვს, ასე ვთქვათ. ისმის ჩემი ხმა? დიახ, ისმის. შეკვეთები გვაქვს ეხა ჩვენ მოთხოვნები არის. მაგრამ თანხებს რაც აი თანხებზე არის, თანხებს რაც შეეხება ჩვენი თანხები იქნება ჩვენ ვაპირებთ რომ $25 გრამზე გადავიხადოთ. და ეხა $25 ჩემი აზრით არ არის, ეხა ცოტა თანხა არ არის გრამის შხამისთვის. ჩვენ ყავდა ეხა ერთ-ერთი კლიენტი ჩვენი, მე მირიანსაც ვესაუბრე მაგაზე, მირიანთან მქონდა ლაპარაკი, ერთ-ერთი კლიენტი მთხოვდა რომ ხელშეკრულება გაეფორმებინა ჩვენთან. და გასული წლიდან გამომდინარე, ისე გვაწვალეს ჩვენ მეფუტკრეებმა, ისე დღეში ჩაგვაგდეს, ასე ვთქვათ, რომ აი ვერ შევპირდი, ხელშეკრულება ვერ შევპირდი. და ეხა რომ დავინახე რომ უკვე ძალიან ბევრი, თქვენ ხო იცით რომ რამაზის იცნობთ, მე მგონი ხო 8 ამზადებს კასეტებს. დიახ. რამაზი ჯმუხაძე. მაგასაც ბევრი შეკვეთა აქვს მაგ ჩარჩუებზე და მაქედან გამო ბევრი გვიკავშირდება, აი ვინც არ იცოდა ამოღება არა გვიღიაო, არ ვიცოთ რაღაც ბევრი და მაქედან გამომდინარე უკვე წავედი იმაზე რომ განეფორმებინა იმ კომპანიასთან ხელშეკრულება იმის ამ შხამის მიწოდებაზე და უკვე რო დაუკავშირდი, მანამდე სულ მთხოვდა რომ გავაფორმოთ 2026 წლისთვის და უკვე 2025-ში მთხოვდა რომ 2026 წლისთვის რო ვიცოდეთო რა და როგორ იქნებოდა. უარს ვეუბნებოდი და ეხლა დაუკავშირდი რომ მეთქი რომ დავინახე რომ უკვე ძალიან ბევრი შხამი მოგროვდება სავარაუდოდ. ასე ვთქვათ, მე სხვა გზებით მოვიძიე რუსეთიდან. მაქედან აი ესეც საქართველოს მეფუტკრეებისგან გამომდინარე რომ გვაწვალეს, ეგრევე ვიცახი რა, გვაწვალეს ძალიან, მაგრამ სხვა გზებით მოვიძიე რუსეთიდან და რო შევხედე რომ უკვე ძალიან ბევრი მოგროვდება, დაუკავშირდი ერთ-ერთ იმას და იმან მითხრა რომ მე ჩინეთიდან გავაფორმე, ჩინეთიდან ყიდულობ, ჩინეთთან გავაფორმე ხელშეკრულება რა. აი წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენგან უნდა წაიღო და ჩინეთიდან. ნუ რაღაც მოლაპარაკებების დონეზე რაღაცა ნახევარი იმ სხვებიც ყავს რა თქმა უნდა, მაგრამ იმას ის ცოტა რაოდენობრივად ბევრი იყო. უნდა წაიღო. ნუ ისევ რაღაცაზე დავითანხმეთო ჩვენგანაც წაიღებს ის. ხო და ასე ვთქვათ ჩვენი ფასი არის $25. ეხლა ზოგი კლიენტი ისეთი ყავს რომ იქ ითხოვენ რომ ტენი უნდა იყოს ნაკლები, მინარევი უნდა იყოს ნაკლები, მელიტინი უნდა იყოს მაღალი. იმას თავისი გაწმენდები, თავისი რაღაცები ჭირდება. იმაში კიდე დანაკარგი მიდის ეს შხამზე, ესე არ არის რომ დავიღო ჩავყარო გავუშვა. ეხლა ტენი რო არის სიტყვაზე 15% როა და 10 რომ თხოს და 5% რომ მოვაკლებ, 100 გრამში უკვე 5 გრამი დაკარგული აქვს, ეგრე გამოდის. ხო? ელემენტარული მათემატიკა ეს. ხო და ნუ რა ვიცი, ჩვენ ფიქრობთ რომ $25 იყოს გრამის ფასი. ჩავიბარო $25 გრამის ფასი. არ არის ხა ეს და ბევრს აწყობს და ბევრს $20-ით რო იყოსო, ეგეც გვაწყობს და ეგრევე გვეუბნებიან რა. ბევრი მეფუტკრე არის რომელიც გვეუბნება, აი ხა რო იწყებენ რომ $20-ით რო იყოს, ეგეც გვაწყობს, მაგრამ არა $25 დავსვით. ჩვენი ფასი ეგ იქნება. და რა ვიცი, თუ ვინც თანახმა იქნება, შეუძლია რომ მოგვიტანოს და ჩავიბაროთ. მოდი ბატონ გიორგი ამ თემას უყურეთ, ახლა ჩვენ ძალიან ბევრი მეფუტკრე გვიყურეს და მნახველები რაოდენობა გვემატება ლაივში, ასე რომ ვთქვათ, მე სადღაც ფიქრობ რომ ზოგადად ეს ნახები ახლა კიდევ უბრალოდ შეიძლება 5000-ზე გადაჭარბებული იყოს, ასე რომ იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფებში არის გადაზიარებული და მე ამ ლაივებს კიდევ მეფუტკრეები უბრუნდებიან და ისე უყურებენ, ასე რომ ვთქვათ. შხამის თემით იმიტომ დავიწყე ჩვენი პირველი ლაივი, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომელიც მეფუტკრესთვის ხდება დამატებით მომგებიანი, ასე რომ ვთქვათ, დამატებით შემოსავალი და არც სხვადასხვა არც მცირე შემოსავალი აქვს ამ შხამის წარმოებას. თქვენ ახსენეთ რისკები.
ანუ რისკებში იყო მეფუტკრეებმა გაგვაწვალეს. ანუ უფრო დეტალურად რას გულისხმობთ ამაში, გამიგეთ? დეტალურად იყო, რომ თქვათ აი სხვა კლიენტი ყავს ფასი მოგვიმატე, შევალთ და ფასი მოგვიმატე და შევალთ ავიღებთ. აი ეგეთი რაღაცები იყო რა. აი ეგეთი რაღაცები იყო, ნუ ეს საქართველოს მხრიდან. ეხლა რისკები მსოფლიოს მასშტაბით, რა ვიცი, აგერ ომი დაიწყო, ატომური იმის დარტყმას წავიკითხე ამას წინათ, ატომური იარაღის გამოყენებას აპირებენ. ეგ რომ მოხდეს, დავიღუპეთ მაშინ სულ ყველა და ეგ არის. ხო, მესმის კი. ხო და აი ეგ ვაშოროს ასეთი იგი ბირთვული იგი. ხო, ერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხო ხდები აი ხა ომი რო არის და რაღაც მაგას ეს ჩემი მოსაზრება უბრალოდ რავი არ შეგვიშალოს ხელი, რა ვიცი, მაგრამ ნუ მაგის გამო ეხა ფარხმალი არ უნდა დავყარო და უნდა ვიმუშაოთ, ვისაც შეუძლია შხამი აიღოს და აწარმოოს ეს შევიდეს თავის საფუძვლებში და იმუშაოს, უნდა გააკეთოს ექსპერტები რა. კი ბატონო, ახლა მე მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა კიდე ამ თემასთან დაკავშირებით. არის ორა შესაძლებელი შხამის ფასი გავხადოთ სტაბილური. მაგალითად, თქვენ რო ახსენეთ გრამი $5.25 დიახ. და შესაბამისად მეფუტკრეებმა. ანუ თქვენსკენ რომ მომმართოთ ეს იგი მაგალითად და შესაბამისად ანუ სტაბილური ფასი რო დავაყენოთ. და იმ დროს რო უკვე კეთს რყევები ნაკლები იქნება ასე რომ ვთქვათ და ასეთი იგი. ასევე მაქვს მეორე კითხვა კიდევ. თუ არის მაგალითად საქართველოში წარმოებული თქვენ ახსენეთ რუსეთით სხვათა შორის და რუსეთიდან შემოტანა ხდება შხამის. ცოტა ეს მეხამუშა ახლა ეს თემა გამიგეთ, იმიტომ რომ ეთყობა ხელშეკრულება იმდენი ქონდა თქვენ რომ ამ ხელშეკრულების დაფარვა ვერ მოხერხდა საქართველოში არსებული შხამით და იძულებული გახდით გადასულიყავით მეზობელ ქვეყანაში რა. და მიგევართათ მათთვის, ნუ ეს გასაგები არის, მესმის ეს ყველაფერი ხელშეკრულებით პირობებიდან გამომდინარე. აი ეს რისკები რო ავიცილოთ. და ჩვენ შევძლებთ თუ არა საქართველოში, როგორც ხედავთ ახლა ბატონი შპაგიდან მილიონით იწვის თავისას. შხამის წარმოების მიმართ დაინტერესება იზრდება, ანუ ჩვენ გვექნება გარკვეული რაოდენობა შხამის. თქვენი აზრით, აი ეს ხელშეკრულებები რო დავაყოფილოთ, რამდენი კილოგრამი შხამის წარმოება უნდა ხდებოდეს საქართველოში? აი მე გეტყვით, მე როგორ პოტენციალი გვაქვს თუ არა, მასე რომ ჩვენს გვაქვს საქართველოს და გაერთიანება ფსიქათულები და შესაბამისად ნაკლები რისკი რო იყოს. ანუ რას ვამბობ ახლა იცი რა მაქვს ხედულობაში. იყო პერიოდი, როდესაც შხამის ფასი მაღალი იყო პერიოდი, როდესაც შხამის ფასი დავარდა დაბლა. კი. და ხო არ შეიძლება უბრალოდ ახლა თქვენ უფრო ჩახედული ხართ ამ საქმეში ვიდრე მე, ხო არ შეიძლება ამ ფასების დასტაბილურება, ასე რომ ვთქვათ, და თუნდაც აი ეს კლიენტი თქვენ რო გეუბნებოდათ ხელშეკრულებაში და ვერ ბედავდით, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არიცით რა პირობები იქნება საქართველოში და როგორ მოხდება, რომ უფრო თამამად მოიქცეთ მათთან. გამიგეთ? და შესაბამისად რომ არც ჩინეთი დაინტერესოთ და მარტო საქართველოში რომ მოხდეს მისი დაინტერესება ამ კუთხიდან გამომდინარე და თუ არის ეს შესაძლებელი. შესაძლებელი არის, მე უკვე დავაინტერესე კლიენტი, უკვე ასე თქვა დავაინტერესე ეგ. კი, უკვე რაღაც დონეზე დაინტერესდა რა, ნუ რაღაცა რაოდენობა ჩვენგანაც იყიდის. კი, მაგრამ ჯობესი იყო რომ მე მანამდე მქონოდა იმედი და მანამდე რასაც ვთხოვდა, მანამდე შემესრულებინა იმისთვის ეს ხელშეკრულების გაფორმება ასე ვთქვათ. რაც ვერ გავაკეთეთ, მანამდე ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ნუ რისკები იყო აქედან, ნუ იმედი არ მქონდა რა მე აქედან და მაგით. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაინც საქართველოს რა პოტენციალი აქვს შხამის წარმოების? აუ მე მაგას ვერ გეტყვით, ეგ თქვენ უფრო უნდა ვიც მაგაშია, რა ვიცი ხა, რამდენი კაცი იმუშავებს, რამდენი სკა დაიტვირთება, არ ვიცი საქართველოში რამდენი, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ მე, იმდენი აი მაგალითად საქართველოს რომ დაიწყოს 300 კილოგრამის შხამის წარმოება. არა 300 კილოგრამი იმდენი იმხელა რაოდენობაა, რომ მაგის გაყიდვა, რა ვიცი, შეიძლება მთელ სოფლიოს მასშტაბით არ იყიდებოდეს მაგდენი შხამი, რა ვიცი. 300 კილო ეს წარმოუდგენელი რაოდენობაა შხამის. დაახლოებით შარშან მაინც რა რაოდენობის შხამი შეგროვდებოდა, თქვენ როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ მარტო თქვენ არ ხართ აქ იმაში შხამის იგი აქ დასამალი არაფერი არ არის მეორე კომპანიას მომსიბარებს და ასევე კი, არ ვიცი, ხებს ვის რამდენი ქონდა, არ ვერ გეტყვით, ხების მე არ ვიცი, ხებს რამდენი ქონდათ, რამდენი წაიღეს, როგორ წაიღეს, ვერ გეტყვით. მაგდენი არ ვიცი, მაგრამ აი ეგ 300 კილო რაც თქვენ თქვით, ეგ რა ვიცი, ცოტა არარეალურია. ნუ ჯერ რა ვიცი, ჩვენთანაც რომ მოხდეს მაგდენის აღება რა მოხდება, შესაძლებელი წარმოუდგენელია და მაგის გაყიდვაც რა ვიცი.
ძალიან დიდი რაოდენობა 300 კილო, აი წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა. ანუ ახლა მე გასვლას რაზე ვაკეთებთ, იცით, ბატონო გიორგი, ანუ თქვენ სვიმდა რომ საქმეში ჩახედული იყოთ. მთელი ძალისხმევა მიმართული არის იქითკენ, რომ საქართველოში ეს დასამალი არ არის, ეს მარტო ჩემი გამოთვლები არ არის, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ძირითადი გამოთვლები და კვლევები ამაზე წაკითხული გვაქვს და ამ კვლევებიდან გამომდინარე ვასწრებთ ჩვენ კიდევ დასკვნები გამოგვაქვს. საქართველოში დღეისობით არის დაახლოებით 200,000-დან 300,000-მდე ფუტკრის ოჯახი. კი. მაგრამ ამ 300,000-მდე ფუტკრის ოჯახიდან 95% არის არაპროფესიონალების ხელში. მხოლოდ 5% არის პროფესიონალების ხელში. ასე რომ რომლებიც პროფესიონალურად დგებიან თავიანთ საქმიანობას. თავარი არის რომ ჩვენ გავზარდოთ კომერციული საფუტკრეების რაოდენობა. ანუ 50 მინიმუმ 50 და მეტი ფუტკრის ოჯახი. და ასეთ უნდა იყოს და დაახლოებით 2000 საფუტკრე საქართველოს მასშტაბით. საქართველოს რეალურად ჭირდება ყოველ 10 ჰექტარზე მინიმუმ 3 ფუტკრის ოჯახი. მარტო დამტვერვა არ მოხდეს, შხამი არ პროშუაში არა. დამტვერვა რომ მოხდეს და მოსავლიანობა რო გაიზარდოს. შესაბამისად, ფუტკრის ოჯახების რაოდენობა საქართველოში თავისი სივრციდან გამომდინარე, გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, ისე რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიებს არ ვთვლი, რომელიც ოკუპირებულია, ჭირდება 900,000 მინიმუმ 900,000 ფუტკრის ოჯახი. ესეც დიდი არის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დღეს ათვისებული გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მე-13 არსებული ბუნებრივი რესურსების და არსებული კიდევ შესაძლებლობების. აი მთელი ჩვენი ძალისხმევა იმისკენ მიდის, რომ ჩვენ რამენერად საქართველოს გეოფუტკრეთა გაერთიანება მოუწოდეს ფუტკრებს რომ გაფართოვდნენ, ასევე სახელმწიფოსთან მიდის ამ პროექტებზე მუშაობა, ეს დასამალი არ არის და ფართოდ ვამბობთ ამ იმას ყველაფერს და რომ ჩვენ მარტო საქართველოს მეფუტკრეები ორიენტირებულები არ ვიყოთ თაფლის წარმოებაზე, როგორც ფუტკრის შხამი, ფუტკრის ძე, ყვავილის მტვერი, ეს სხვა პროდუქტებიც არის შემოსავლიანი. და მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი არის ფუტკრის შხამი, რომელიც არც თაფლის მიღებას უშლის ხელს. შეიძლება 10%-იანი ვარდნა იყოს, მაგრამ ფუტკრის შხამი თუ ფასის სტაბილურად იქნა შენარჩუნებული, არანაკლები შემოსავალი არის ერთ იმაზე და აგერ ბატონმა შმაგიც და ბატონი მირიანიც ალბათ ამას დაგვიდასტურებს თავის იმაში, შემდგომ იმაში, რომ ჩვენ ამაში არ ვცდებით. დაახლოებით მინიმუმ 5 გრამი ერთი ოჯახიდან რო შეგროვდეს. უყურეთ, წარმოგიდგენთ რამდენად ციფრი არის უკვე. კი. სეზონზე ვლაპარაკობ, ახლა მთელი სეზონის განმავლობაში. დიდი ციფრია. კი. თუ არის შესაძლებელი პირველ საწყის ეტაპზე, მაგალითად, საქართველოში შეგროვდეს 100 კილოგრამი ფუტკრის შხამი. როგორ ფიქრობთ, ეს არის რეალური ციფრი? აი მე კიდე მე არ ვიცი რამდენი ფუტკარი იმუშავებს, რო 100 კილო შეგროვდეს. ხო, ნუ რამდენის შეიძლება მეფუტკრები იმუშაოს, მაგრამ რა შეიძლება 5-ის გაამუშაოს, 10-ის გაამუშაოს. აი რამდენს ეს თვითონ ვიც ფუტკარში არის, ეგ იმათმა უფრო იციან. არა, მე უკვე რა კუთხით გისვამთ, თქვენ კიდე კითხავს, შესაძლებელი თუ არის თუ არა, რომ საქართველოს შეგროვებული მაგალითად 100 კილოგრამი შხამი, ისე რომ არც რუსეთი და არც მეზობელი ქვეყნები დაგვჭირდეს, ეს გავყიდოთ. 100 კილო, აი 100 კილოც ძალიან ბევრი რაოდენობა. გიორგი, ჩანო არ 100 კილო ძალიან ბევრი რაოდენობა. დიდი რაოდენობა. ჩემი გათხრებით ჩვენ შეგვიძლია სულ რაღაც მცირე 2-3 წელიწადში თუ ეს პრობლემი მოაგვარეთ 100 კილოს ძალიან უბრალოდ გავარტყამთ. არის თუ არა 100 კილოგრამს მოთხოვნა საზღვარგარეთიდან? ჩანო არ მე თუ რა ხდება? ე ჩანხარ მირიან, ჩანხარ, ოღონდ ერთი წუთი დავასრულე ბატონი გიორგისთან. აი 100 კილოს მოთხოვნა ნამდვილად არ არის, რა ვიცი, 100 კილოს მოთხოვნა ნამდვილად არ არის. და ზოგადად თუ მაგალითად აი მსოფლიო ბაზარზე, შხამის ბაზარი მხედველობაში დაახლოებით რა რაოდენობის შხამი გროვდება, თუ არის ამის მონაცემები ყოველწლიურად. ფარმაცევტებში, პარფიუმერიაში და ასე შემდეგ. რამდენი იხარჯება? მაგას მეკითხებით თუ ვერ მეკითხები. არ ვიცი, ეგ მაგას მე ვერ გეტყვით, ეხა ჩინეთი რამდენი ნახევარ ტონას აწარმოებს, მე მგონი და ეხა სულ ყიდის თუ სულ ვერ ყიდის, აბა როგორ გითხრათ, არ ვიცი. ვერ გეტყვით, ეგეთი ისინი არ მაქვს ინფორმაცია ეგეთ რაღაცაზე.
ეგეთი რაღაცაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე ერთი შემილია, აი უბრალოდ კითხვაც მინდა დაუსვა აი ხარ ვინც ძალიან ჩართულები. რა თქმა უნდა, კი. $25 როგორ ფიქრობენ, რომ ცოტა თანხაა 1 გრამი შხამისთვის? თითქმის 70 ლარია. აი კითხვას ვსვა უბრალოდ რა. აი რას ფიქრობენ? ვიყურებენ მეფუტკრეები და ამ კითხვაზე აუცილებლად პასუხს გაგცემენ. აი $25 გრამისთვის ნორმალური ფასია თუ ცოტაა, თუ ბევრია. აი პროსტა უბრალოდ მაინტერესებს რა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაი ფასია $25 გრამისთვის. კი ბატონო, ანუ თქვენი კითხვა გაჟღერებული არის ახლა პირდაპირ ლაივში. მით უმეტეს იქიდან აი ბოდიში გაწყვეტინებთ იქიდან გამომდინარე, რომ უფრო იაფად შეიძლება შემოტანა ჩვენთან. გასაგებია, მესმის კი ბატონო. ზუსტად აი ამას ვაპარაკობ, გამიგეთ რომ შემოტანა არ მოხერხდეს. და იმას რასაც მაგალითად მადინ ჯორჯია დაერქვება და ეწერება ასე რომ ვთქვათ. რომელიც იყოს მადინ ჯორჯია მართლაც და არა მაგალითად მადინ რუსია ან ჩინეთი ან რაღაცა. გასაგებია, მაგრამ აქ ჩემი ინტერესიც ხო უნდა იყოს, ეხლა მე ხო ისე არ ვიზავ. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ხა. თარფაში ვარ ლაივში. მოვიძიე სხვა გზებიც მე და თორე რო ყოფილიყო ესე ცოტა ნორმალური ისინი ასე ვთქვათ ურთიერთობები, თუ რამდენიმე იყო, რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც მართლა გვერდში გვედგა რა. ხო და ნუ იციან ეხლა თვითონ მიხვდებიან ეხლა ვინც ვიზეც ახლა ლაპარაკი. ვინც მართლა გვერდში გვედგა და ბოლომდე გვერდში გვედგა. ან ბევრმა, რა ვიცი, აი ძალიან ასე ვთქვათ გვაწვალეს რაღაცა. ხო, ანუ ზუსტად მაგითკენ მიყვას, მე კიდე საუბარი რომ. ხო და მაგიდან გამომდინარე მოგვიწია სხვა გზების ნახვაც და ეხლა თუ აქ იმდენი იქნება და თანხას არ გვეტყვიან აი ესე მომეცი, ისე მომეცი გამიზარდე, მაშინ შემილია რომ რაღაც რაღაცა ვთქვათ უკანა პლანზე გადავიტანო ის კი ბატონო და ერთი კითხვა კიდევ ბატონო გიორგი თქვენთან აი ქართული ვინც თქვენთან მუშაობდა მაგალითად აი თქვენ ახსენეთ რომ იქ ტენიანობა ეს ის რაღაცეები და მე სხვათა შორის ეს კითხვა დაუსვი ირაკლი გულედანსაც ჩვენი სახელმწიფო ლაბორატორიის იმას თუ არის შესაძლებელი თუნდაც ქართული შხამის რამე სტანდარტის ჩამოყალიბება ანუ რამდენი მელიტინი უნდა იყოს და მაგალითში რამდენი სხვა ნივთიერება ტენიანობა რამდენი უნდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სამწუხაროდ ბატონი ირაკლი მითხრა რომ ჩვენ ანუ ისინი სხვა კუთხით მუშაობენ და მე არა მაქვს უფლება რომ შხამზე მაგალითად რამე ანალიზები ჩავატარე და სტანდარტი ამ შემთხვევაში საქართველოში არ არსებობს. აი თქვენი იმიდან საქმიანობიდან გამომდინარე დაახლოებით აი თქვენ მომწოდებლები არა მომხმარებლები აი თქვენთან კონტაქტები ვისაც აქვს ხელშეკრულებას ვისაც სტანდარტებს რა სტანდარტებს გიყენებენ? სტანდარტი როგორ არ არსებობს ეს მამაჩიფ შექმნილი აქვს და ასე ვთქვათ გოსტანდარტი რო იყო ხო გახსოვთ თქვენ სტანდარტი მანდაც რეგისტრირებული ვაქვს და ასე ვთქვათ ჩვენი ფირმის საკუთრება ეგ სტანდარტი გვაქვს მაგის სტანდარტი არსებობს ეს ერთი და ნუ არის რომ სხვადასხვა სტანდარტს აყენებენ ხა ერთი იყო რომ რაღაც ცოტა ძალიან დაბალი მოითხოვა ტენის რაოდენობა უნდა იყოს დაბალი რაოდენობა მინარევიც არ უნდა იყოს ნაკლები და არის მეთოდები რომელსაც შეიძლება ამეების მოცილება და აი მაქსიმალურად მოცილება რა მინარევის ბოლომდე მოცილება შეიძლება არის ეგეთი ტექნოლოგია არის ნუ ჩვენ გვაქვს ეგეთი ტექნოლოგიები აი მაგალითად მინარევი რას მინარევი ანუ თქვენ ამბობთ რომ უფრო მაღლა ჩავიდეთ მელიტინით ცალკე რო გამოყოთ არა მელიტინის გამოყოფა შეიძლება ცალკე ცოტა რთული პროცესია არც არის საჭირო მელიტინის ცალკე გამოყოფა არა მე ვიცახი უბრალოდ აი შხამი ხომ არის შხამი და იმაში მოვაცალოთ მე მინარევი მაგალითად ბოლომდე ფაქტიურად ბოლომდე მოვაცალოთ მინარევი ტენი დავწიოთ ძალიან დაბალ რაოდენობას თქვა 4%-ამდე შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ ტენით რავი კიდე რა და ასე ვთქვათ მელიტინის ხარისხიც გავზარდოთ ფერიც შეუცვალოთ უფრო თეთრი გავხადოთ კიდე უფრო თეთრი და ასე შემდეგ რა შეგვიძლია ჩვენ გვაქვს მაგის ტექნოლოგიები რომ ეგენი გავაკეთოთ და არიან რომლებსაც უნდათ რომ მაღალი მელიტინი იყოს მოთხოვნა იყოს თქვა 74%-ამდე იყოს და 74%-ამდე რო იყოს მაგას უკვე გადამუშავება უნდა რომ აწიო მაგამდე ეგეთი კლიენტებიც არიან მომხმარებლები რომ აი ეგ ჭირდებათ ეგეთი მელიტინი ჭირდებათ ეგეთი შხამი ჭირდებათ რომ მელიტინი ეგ რაოდენობა იყოს ხო და ნუ ჩვენთან რა ვითარება საქართველოში ბატონო გიორგი ამასთან დაკავშირებით ანუ მე ასეთ ინფორმაციას მაგალითად შევაცდები მე არა ვარ ახლა შხამის წარმოების სპეციალისტი უბრალოდ მე რაღაცა ინფორმაციას ვაგროვებ ჩემთვის ვკითხულობ რომ უფრო მეტად გავერკვე
ჩვენთან ქართულ შხამში რა რაოდენობის მაგალითად თუნდაც მელიტინი ხდება. და ზოგადად აი ტენი და ეს გასაგებია. მეფუტკრის პრაქტიკაზე არის დამოკიდებული თუ როგორ ახდენს შხამის მიღება, საფრთხეობას და ასე შემდეგ შენახვას და თელისიგია ნიუანსები ასე რომ ვთქვა, მაგრამ აი საშუალო დაახლოებით მელიტინის რა რაოდენობა ხდება ქართულ შხამში. სხვადასხვა რაოდენობით არის, მე მაგას უკვე ანალიზების დროს იკვეთება და მე იქ ანალიზში არის, მე იქ უნდა მოაცალო ტენის რაოდენობა, ის მოხსნა, ის გამოაკლო და აი ეგ არის რა, ეგ პროცედურებია და ну 60 ასე ვთქვათ 63-დან უკვე საკმარისია რომ აწყობთ უკვე რომ მომხმარებლებს რო იყოს რა. ანუ ხარ იყო შეიძლება მაგალითად 50% ან 50% დაბალი იყო. დაბალია 50%-ი დაბალი. მე აი 50%-ი შეგვიძლია ჩვენ რომ ავწიოთ მაგალითად 60-ზე 65-ზე ავიყვანოთ შეგვიძლია. უბრალოდ მე ის დანაკარგი აქვს მაგას. მესმის, კი. რისკები კი. დანაკარგი აქვს, მაგრამ ну შესაძლებელი არის რომ გავაკეთო და გაგვიკეთებია და ვაკეთებთ კიდევაც ახლა თუ რაღაცა ეგეთი ის არის ვაკეთებთ და არის რომ რომელიც ითხოვენ 70-ის ზემოთ ითხოვენ მელიტინის რაოდენობა რომ უნდა იყოს შიგნით არის ეგეთი მოთხოვნებიც არის ახლა ჩვენთან არ არის ეგეთი ის არ არის ჩვენ ფუტკრის შხამში ეგ უნდა მე გადაამუშავო და აწიო მაგრამ მანდაც უკვე მე დანაკარგია მანდაც დანაკარგი ისდება კიდე აი ეგ ნიუანსები არის რაღაცეები რა კიდევ ერთი თემა პატრონ გიორგი ანუ მე არ ამოვწურავ რა თქმა უნდა ამ თემებს თქვენთან კითხვები კიდე მექნება, მაგრამ მე ვიცი რომ ბატონი ალექსანდრე თქვენს ჩართული ხართ იმაში რომ თქვენს ამზადებთ ბატონი რამაზი ვახსენეთ ჯუმხაძეა რა. და ასევე თქვენი აპარატებიც ეგათ ასე ვთქვათ, შხამის იმპულსატორები და რამდენად ხელმისაწვდომია ეს მეფუტკრეებისათვის და აი ფასები კიდე თქვენთან დაკავშირებით რა როგორ არის რომ მოგმართო ნებრივი და დაინტერესება დიდია. მე ძალიან ბევრი მეფუტკრე მირეკავს და უნდა ვიცოდი სად გადავამისამართო ეს ხალხი გამიგეთ? კი. ну ჩვენ კონკრეტულად ჩვენ არ ვამზადებთ მაგ ამ ეხა აღარ ვამზადებ 90-იანებში ამზადებენ ამ ჩემს მაგის ქარხანაც ყונה და რაღაც ყოველდღე დღესდღეობით ну რამაზი ჯმუხაძეს ხო იცნობთ ეგ ამზადებს ჩარჩუებს და აპარატსაც ამზადებენ მაგრამ ჩვენი ეს ამათი შედარებით იაფი არის $350 აპარატი და ჩარჩოს ვერ გეტყვით სადღაც 250-300 ლარი მე მგონი ცალი აი ვერ გეტყვით რა ზუსტად არ მახსოვს რა ეგ თან არ მახსოვს და ეხა ეგ აპარატი ისეთი არ არის მე ვიცი ის 1300-იანი მე მგონი რაღაცა იმით ტელეფონითაც არეგულირებს ხო მე მგონი შმაგი მე მგონი ეგრეა ხო რაღაც აპლიკაციითაც არა ჯერჯერობით აპლიკაციით არ არის ეგ მაგრამ არა ეგრე ვიცი მაგი ამუშავებს 50 კოლექტორს რა ხო მაშინ წარმოებელი ამოს მე 30-ზე მიმუშავებია ეს აპარატი ამას აქვს ნახე ეკრანი აქვს რომელსაც აი წამის ზუსტით აყენებ დაუშვათ იმპულსებს პაუზებს კი აი ჟაკებს რა იქ ბევრი რაღაცა ჩადებული რა მე მგონი და რა ვიცი ესეთი რაღაცა მე მგონი ჩვენ აი ნუ ჩვენთან ვიწყიდულობენ აპარატებს იმასაც მე მგონი ეკრანი აქვს როგორც მახსოვს იმასაც აქვს ეკრანი და იქაც მე მგონი ეგრე აყენებ წამებზე თუ რაღაცა აყენებ იქაც და $350 ყიდიან მე მგონი მაგ აპარატს დაახლოებით და ჩარჩუებს 300-მდე 250-დან 300-მდე აი ესე დაახლოებით ზუსტად არ მახსოვს ზუსტი ფასი არ მახსოვს დაახლოებით ეგ ფასი არის რა ნახე არის ძველი იმეებით აი ესეთი ხო რაღაც რო დაგანახოთ ნახე ეს ეკრანი კი ეს პატარა ესეთები ადრე გვაქვს ესეთებსაც აკეთებ და მაგრამ აი ამას უკვე აი ესეთი დისპლეი აქვს რა და ღილაკებით რეგულირდება და აყენებს ამის სიზუსტით ამას და რა თქმა უნდა ნუ აქ დილის ფილტრაცია და ესეთ რაღაცები არის გათვალისწინებული რომ ნაკლებად დახოცოს ის ფუძკარი და ესეთ რაღაცები გვაქვს ბევრი რაღაც კვლევები ჩატარებული ჩვენც და ის მიხედვით არის აწყობილი რა ხო არის ჩვენი აპარატის დაახლოებით ეგეთი დონე ნუ თათ ეგეთი არ არის მაგრამ ისიც მაგრამ ის 10-12 ჩარჩოს ამუშავებს ის აპარატი აი ჩვენთან რომლებსაც იღებენ 10-12 ჩარჩოს ამუშავებს კი მოდი ამ აპარატების თემას კიდევ ისიგი ჩვენ ახლა მირიანს ვჩაგრავ და ბატონ მირიანთან მინდა რომ გადავიდე ანუ ბატონო მირიან მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ზოგადად ახლა თქვენ ვიცი რომ საკმაოდ აქტიურობთ ამ სერვისთან დაკავშირებით ფაქტიურად მთელი საქართველოში
აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო და შესაბამისად, როგორც თქვენ საფუძვლებში, ასევე სხვა საფუძვლე მეურნეობებში. აი, საიდან დაიწყეთ ეს შხამის წარმოება, ასე ვთქვათ, დაინტერესება ყველაფერი ეს პატარა მოკლე ისტორიას რო გითხრათ და ანუ დღეს რა ეტაპზე გახართ განვითარების, როგორი მოთხოვნები არის თქვენთან და რას გეკმოთ, ასე რომ ვთქვათ, თქვენ ისიც რო გითხრათ. მოგესალმებით ყველას, ესე იგი, სულ თავიდან დაიწყო ინტერესი აქედან რომ ჯერ ფუტკარი ვიყოლი, ასე ვთქვათ, შევიძინე და დავიწყე მოვლა. მე ქალბატონს ვენერა სტეფანიშვილთან დავიწყე სწავლა, ვისწავლე კარგად და ვისწავლე ყველაფერი, აი, ყველაფრის წარმოებას, ჰომოგენატიც, დედების გამოყვანას და მაგალითად დაავადებთანაც როგორ უნდა მემოქმედა ეგენის და მაგის სხვათა შორის ნაშრომებიც მომცა და ბოლომდე ისინი ახლა არ მისწავლია, მაგრამ მაქვს. ესე იგი, ყველაფერი რო ვისწავლე, ძალიან მაინტერესებდა, რამოდენიმეჯერ მქონდა ნაყურები ტელევიზორში შხამის აღება და ექსპერტ არ ვიცოდი, დამაინტერესა, ვკითხე ვენერას, ვენერამაც მადეშკა მომცა და ვისწავლე საჭირო, აი, ნადირაშვილთანაც გავედი კონტაქტზე ესპერტთან და დავინტერესდი, ვიდეოებიც ვნახე, მაგით გავიცანი, ასე ვთქვათ და ბევრი ხალხი ავიცანი რა, რომ მივყევი ესე და ავიღე ჯერ ჩემს საფუძვლში დავიწყე აღება, მერე ქვეყნის მასშტაბით 2018 წლიდან დავიწყე ეს საქმე, ასე ვთქვათ და განვითარდით და ესე მუშაობთ თელ რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით. ეხლა თქვენ ახსენეთ წეღან რომ რამდენი შეიძლება ავიღოთ საქართველოში შხამი. ნადირაშვილი შალვა ადრე იღებდა 120 კილოს, 130 კილოს ესე და მაშინ სხვა ფაცი ქონდა. ეხლა რამდენი იღებდა ეს ცოტა რთულია, ისე ბატონო შალვას ეცოდინება ის რამდენი ფუტკარი მუშაობდა და რამდენი მეფუტკრი ამ ამბავში. მაგრამ მაშინ იყო ძალიან დაბალი ხარისხის კასეტები. და იღებდა 0.2-ს, 0.3-ს, ყველაზე ბევრი კასეტას აიღო, ეხლა რო იღებს გრამ-ნახევარს. აი ეს კასეტა იღებს გრამ-ნახევარს და გრამი და 800 დაჟე კიდე. აი ეს კასეტა 12 შუქი არის და ეხლა კიდე მაშინ ხდება და ნახოთ დასატესტი გვაქვს კიდე სხვა რაღაც სამი გამოგონების წინაშე ვართ და რო დავტესტავთ და გაამართლებს უკვე ამასაც დავდებთ ასე ვთქვათ ჯგუფებში და სოციალურ ქსელებში. ესე მოიპოვებოდა რა ნადირაშვილის იმით 120-130 კილოს იღებდა მაშინ და მაშინ რო ასეთი კასეტები ქონოდათ, უფრო მეც აიღებდნენ ჩემი აზრით. კი ბატონო. და ეს დაახლოებით მერიან რომელ წლებზეა საუბარი? 90-იანები რა იქნება, მაგრამ მანამდე რა ხდებოდა არ ვიცი და მე უკვე რო გააფუჭეს ჩვენი ხარისხი, მალე და საერთოდ აღარ გაიმასნა. აი ამ ხარისხის გაფუჭებაზედაც რო ვისაუბროთ, რა რისკები ახლავს გამიგეთ, ესეც რო არ გამოგჩეს. რისკები და ასე ვთქვათ, თავისი გულკეთილობით ქალბატონო ვერინამ იმასნა ქართველებს უთხრათ მისცას ვიაზი მაშინ რაფია გერმანიაში და სხვადასხვა ქვეყნებში და გაგზავნეს პირდაპირ იმათმა და სადაც $5 გამოდიოდა სხვაობა თუ $7 და რო ვეღარ დააკვაყოფილეს მოთხოვნა, ზოგმა შაქრის პუდრა გაურია, ზოგმა ფქვილი, ზოგმა თხილისისა და ასე გააფუჭეს გერმანულ ლაბორატორიას, რა თქმა უნდა, ამით ვერონერ ანუ ფალსიფიკაციას აკეთებდნენ. გააკეთეთ ეგ და სულ ყველა საქმე გაფუჭდა რა. სულ ყველა საქმე გაფუჭდა, მართლა მაგარი ფასი გიღიდა. აი ზირაქაშვილი როა რონალდი მაგ ედი კამელიამაც ახლა მისმენს ესეთი მაშინ საქმეში და ვენერას და რა ყველანი ის ჩართულები და ერთხელ გააკეთეს და წლები გააფუჭეს. ხო, ანუ კი, ანუ ეს აუცილებელი თემა არის და ეს აუცილებლად უნდა გავახმოვანოთ უნდა კარგად. მაშინ ისეთი ფასი იყო ეს $50 და უფრო მეტი რო ღირდა, 40 და $50 რო. ერთი შხამი, ანუ ერთი საფუძვი 100 ანუ 1 გრამი ღირდა $40-50. დაახლოებით საშუალო დამაშორისა რა. $1 მე არ გონია რომ $40-ზე იყო თუ მანეთზე იყო ლაპარაკი. $1-ზე იყო და სხვათა შორის ბევრს აქვს, რა თქვა მე 40-50-იც აქვს, რა თქვა. აი მე ვიტყვიეთ რამ, აი რატო ერთ-ერთი იყო რატომაც შერჩათ ხელზე ამდენი შხამი მერე და გაუფუჭდათ, იყო ფასის გაზრდა. აი ფასი გაზარდეს და აღარ გაიყიდა მე მაგითო. და დარჩათ ხელზე და აქვს დაჟანგებული შხამი უდევს ბევრს ხელზე უჭირავს. ეგეც იყო მიზეზი, კი ბატონო. მაგრამ ისევ ბატონმა შემოასწორა სიტუაცია 2026-დან დაიწყო, ხო გიომბერ მამაში მე ჩაბარება. და აღადგინა და გააცოცხლა. ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი კი არა მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ფასი მოითხოვეს ძალიან ძვირი მერე. და მაგიტო აღარ მოხდა მაგის გაყიდვა.
რო შეშალე, ანუ სავშიაში ჩასვეს საქართველოს და ვაფშე აღარ მიიღო გერმანიამ. ევროპა ვაფშე აღარ მიიღო ჩვენი შხამი. და მიტოც ალბათ შეშალე, რა. ეგეც იყო. და ეხლა კიდე პროცენტულად წეგან ახსენეთ საუბარში, რომ რამდენი მეფუტკრე იღებთო დღესდღეობითო საქართველოში შხამს. აი, წელს ქონდა რა, ეხლა დეტალებში შეგვიძლია მაგის დათქვა. სადღაც იღებს, ესე იგი 1%-იც არ იღებს რა. 1%-იც არ იღებს, 90% არ იღებს შხამს. და 1% იღებს სინამდვილეში 9%. აი ძალიან ცოტა ის აი პირდაპირ შეგვიძლია დავთვალოთ რამდენი სკამუშაობს. და ისიც სრული დატვირთვით არა, მაქსიმუმ 3 თვე, 4 თვე. და სინამდვილეში შეგვიძლია ვიმუშაოთ 8 თვე. აპრილიდან ოქტომბრი. მირიან, მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე კიდევ უფრო ფართოდ გავშალოთ, კარგით? ანუ დაახლოებით შენი აზრით, რა რაოდენობის ფუტკრის ოჯახები მუშაობს ახლა ფუტკრის შხამის აღებაზე და რა პოტენციალს კარგავთ? ძალიან დიდ პოტენციალს კარგავთ. ეხლა რო ვიანგარიშოთ, როგორც გიამბობს $25 გადავთვალოთ. აი საქართველოს აი 300,000-დან ეხლა ციფრებით დავწერ და დავთვლი და მაშინ მოვიწერთ. ეხლა მაგის ანგარიშიც რო არ არის და ესე იგი 300,000-დან გრუბათ გამოვაკლოთ 100,000 ვთქვათ. აი რო გადავთვალოთ. 100,000 ფუტკრის ოჯახზე გავთვალოთ. გადავთვალოთ, დავიანგარიშოთ მაშინ აი ვისაც კალკულატორია გამოიყოს და დაახლოებით რამდენი ფუტკარი მუშაობს? 3,000? სულ არის 3,000, სულ თელ საქართველოში არის 100,000-ზე რო დავთვალოთ. 100,000 არის სადღაც რამდენი პროცენტი გამოდის? 3,000-ის რო ვიანგარიშოთ, მაგალითად 5 თვე, აი არ გვინდა 5 თვეც რო ვიანგარიშოთ. მინიმალური რაოდენობა ავიღოთ შხამის ერთი ოჯახიდან 5 გრამი. მინიმალური 3,000-ისგან თუ მუშაობს ქვეყანაში? არა, 100,000 ავიღოთ საშუალოდ. ყველას ვერ დავაი, პირველ ეტაპზე ყველას ვერ დავჭირდავთ. იო 3,000 არის და 100,000-ზე ვანგარიშობთ ახლა 3,000 არის და სეზონზე 7 გრამი დაითვალე, სეზონზე 7 გრამი ოჯახიდან. არა, 5 გრამი ავიღოთ იგი, ბატონო შმაგი. მინიმალური რაოდენობა არ გვინდა ეს მაქსიმალური და რაღაცა მინიმალური რაოდენობა. 100,000-ისგან იმუშავებს საქართველოში შხამზე 100,000-ის გამო იმუშაოს? პოტენციალს კარგავთო, რა პოტენციალს კარგავთ. გასაგებია, კი. 5 გრამი ვიანგარიშოთ ყველაზე მინიმუმი ცოტა ხო 1 წაზე. და გადავიანგარიშოთ ეს შენი 5 გრამი 100,000. 500 კილოგრამი. 500 კილოგრამი ხო? 100,000 გრამი გამოდის და ყავი 1000-ზე და მიიღებ 500 კილოგრამი. 100 კილოგრამი შხამ. შესაძლებელია, ესე იგი ტონა ნახევარი მოვიპოვოთ მაქსიმალურად. კი. ეხლა გადააბრალ $25 რა ვქელა. კოლოსალური თანხა არის. 100 კილო იყოს არ არის პრობლემა 100 კილო. იმუშავა. აი 100 კილო გავიანგარიშოთ 25 იმაზე. არა, სიტყვაზე დავიანგარიშოთ $25-ზე, რამდენია? ეხლავე 100,000 გრამია და რამდენი 2 მილიონი ნახევარი თუ რამდენი გამოდის. ახლავე 500 გამრავლებული 25. 12,500,000 დოლარი. ო 12 მილიონი, აი. ეხლა ეს თუ სამჯერ 20 მილიონი იკარგება. 36 მილიონი. რავი, ეს მეფუტკრეობას აღორძინებს კი არა? რო იტყვა და არ ვიცი. სასაული ის იქნება. ამისთანა აი რო დავიანგარიშოთ ეხლა სულ ყველაფერი, თაფლი, ყვავილისფერი, ეს აი ესე მინიმუმად. მილიონი გამოვა? არა. არ გამოვა. 1 მილიონი დოლარი არ 36 იკარგება. ეხლა მინიმუმი მეტიკა არის, ახლა ჩვენ ამას ვანგარიშობთ იმაზე, კალკულატორზე ასე. სვებმა რამდენი მიიღო და რა ცოტა არის იმასთან ვიდრე 500 გრამი. 500 კილოგრამი. გრამი კი არა, კილოგრამი. აი, გრუბად რო ვთქვათ, გიო, აი, ერთად რო ვთქვათ, რა რამდენი მაქსიმუმ საქართველოში წელს ამოვიდა რამდენი გრამი შხამი? მაქსიმუმ 20 კილო, ხო? შეიძლება. რაც იმან გაიტანა, რაც საზღვარგარეთმა გაიტანა, რაც მე დაშენ და ასე. აი, რამდენი ფუტკარი მუშაობს დღესდღეობით შხამზე, რამდენი სკა მუშაობს? ფუტკრებითაც დავთვალოთ და პლუს შხამი რამდენი ამოვიდა, ის უნდა გადავიანგარიშოთ. შხამი რამდენი ამოვიდა, ის უნდა გავყოთ იმაზე, მე იმაზე და ესე რა. ან 5,000 სკა მუშაობს, აი დღესდღეობით 5,000 სკა. კი, ეხა იწყებენ, მაგრამ ნუ 2025-ში 5,000 სკა მიმუშავა კონკრეტულად შხამის ამოღებაზე.
როგორ არის მუშაობდა რაც 5000 იმუშავებდა. მე არ დამალავდა, მე ვაპირებ წელს ვამუშაო მინიმუმ 500-სკა. ჩემი საფუტრიდან. არა, წელს უკვე ბევრი აპირებს, მაგრამ აი გასულ წელს იმუშავა, თქვა 10000-მა იმუშავა, რამდენიმე სკამ იმუშავა დაახლოებით. ხომ არიცით ეგ რა? არ ვიცი, ეს მირიანს ეცოდნება და უფრო ეს ციფრები და უფრო აქტიურად დადიოდა მირიანი. მე რაც ვიმუშავე 3000 სკამ იმუშავა დაახლოებით. 3000. მაგრამ ზოგი იწყებს გაზაფხული მუშაობს, ზოგი ზაფხული მუშაობს, ზოგი შემოდგომა. ზოგი მუშაობს გაზაფხულიდან ბოლომდე, მაგრამ ეს ყველა სხვადასხვა პროცენტულად სხვადასხვა არის და ძნელია ესე იმასთან რა. მაშინ უნდა ავიღოთ სკას რუფასოვანი, ვინც დაამთავრებს, აი ხა წეგან იმაზეც იყო საუბარი შმაგლის უთავიდან რომ დაიწყო, რომ რამდენი შეგვიძლია ავიღოთ და როგორ და რანაირად და ანუ ერთ სკას რამდენი შოულია, ძალიან ძნელია თქვა რამდენი შოულია, თუ ოჯახი ძლიერია და თუ მეფუტკრე ამთავრებს ან ადგილზე აქვს მაგარი ბაზა, რომელიც ალბიანობა უწევს წელიწადში ან 5 ძალიან მაგარ შედეგს იძლევა. აი შედარება არ შეიძლება ისეთი ახლა როგორიც ფარავანი ავიღოთ, მაგლისი ავიღოთ, სვანეთი, აჭარა, აქ არის ერთი ღალიანობა, 2 მაქსიმუმ. და ვერ ადის ფუტკარი და სამეგრელოში რო ვიყავი და სხვა ადგილებში, ხო აი კორხეთის დარბაზულზე 4 კორპუსი არის, 4 კორპუსი ფუტკარია და იმ ხელა რაოდენობა ფუტკრის რო აი რო იტყვა როცა ვიყავი იმუშავე 3 და 4 წლისიდან აი გამიკვირდა რომ საქართველოში ესეთი მაგარი ბაზა როგორ არის რომ ამ ხელაზე როგორ განავითარებთ ახალგაზრდა ბიჭია გია კაკაჩია არის ზოგიერთი იცნობთ კიდევაც აი სხვებსანაც ვიყავი ახლოს ვიცნობთ კი 4 კორპუსი ესე იგი აი გაყოფას ვსაუდიოდი 4 ჯერ გამრავლდა ეს ოჯახი რომ ანახა მეთქი მაუ შენ ყოლია მეთქი ძალიან უსერიოზული ბაზაზე მეთქი და ეგ იწევს რა და თან იწევს კიდე შხამის მოცემას ყვავილის მტვერი როცა ბუნებაშია დიდი რაოდენობით ყვავილის მტვერი შეიძლება იყოს 10 ჩარჩო ფუტკარი 8 ჩარჩო და გრამი გამოვიდეს 7-0-7-ის გაიშფაგებას დამეთანხმება ასე არის რა როზე ყვავილი ესე იგი ისეთ კაში უმუშავე იყო დაახლოებით ფუტკარი 10-12 ჩარჩო ფუტკარი იყო შიგნით და ვიმუშავე როცა 24 ჩარჩო გატენილი იყო და 0.8 და 0.9 მომდიოდა და ამასთან რო ვიმუშავე ამოვიდა გრამი და 1 და ძალიან გაგვიკვირდა რა და წაბლი და ახალი დაწყებული იყო წაბლი და მაგარი ყვავილის მტვერი შემოდიოდა და მეორეზე რო ვიმუშავეთ იმ კაცთან თითქმის 0.7 ავიღეთ და ეგეც ძალიან გაგვიკვირდა და მე გაარკვი ამ კაცმა და 300 ზირიანი საფუტკრი ყავდა ვიღაცა სამოყვანილი უკვე ერთი კვირის წინ ყავდა უკვე ამოყვანილი მეორე მუშაობაზე რო ვიმუშავე და მითო და ამ ხლას ხოვა მითომ ისა რომ უკვე განაწილდა ძალიან დიდი რაოდენობით და ამას 40 ოჯახი ყავდა უბრალოდ 50-მდე ესე რა 55-მდე და პირველად რომ ამ ხელა რაოდენობა ამოვიდა ორი იმ ხელა რაოდენობიდან არ ამოდიოდა გრამი და 1 და ამ კაცთან ამოვიდა ძალიან გაგვიკვირდა რა თან არ სირობს აკლებდა არაფერს და უმჯობესია ახლა როცა შამს ვიღებთ რომ სიროფით იმასთან მეტი მარტი დაიდება და მეტი ის წამოვა რა და მეფუტკრეების საყურადღებოდ მინდა ვთქვა ის რომ ვინც მალე დატურავს ანუ თაფლი რომ შემოდის იმაში სკაში კლებულობს ჩარჩო ღია ანუ საყელი უბანი ჩარჩოების კლებულობს და ყველგან შლის ფუტკარი ამ თაფლს და დედა ფუტკარი ვეღარდებს მასას კვერცხის რაოდენობას აქედან გამომდინარე რაც არის მოყალე ფუტკარი ეს იცვითება აი როიტყვიან ნორმალურად მუშაობს ფუტკარი და დიდი რაოდენობით ეგრევე ეს მოყალე ფუტკარი ნახევრდება აქეთ სკაში ხდება ბუნებრივი შეზღუდვა მეფუტკრეები დიდი საქმის გამო და დამხმარები რო არ აყავთ ვეღარ ხდიან ამ შენ თავს და აი პირდაპირ რო არის ორი კორპუსი ფუტკარი ჩამოდის 7-8 ჩარჩო ფუტკარზე ჩამოდით. რო დამირეკა კაცმა და მითხრა რომ ავიღოთ შემდეგშიო და ფუტკარი არის ორი კორპუსის სავსეო. ეს ფუტკარი გაიცვითა და მირეკავს და მეუბნება მირიამ ფუტკარი არის 7 ჩარჩოზეო. აი ხო ვიცი უკვე მე რაც მოხდა. ორი სიტუაცია მოხდა ეს რომ ფუტკარი ბუნებრივად ხდება ასე და მესამე მეფუტკრები დროულად ვერ გამოვიყო ის თაფლი და ვერ ჩაუდო ახალი ჩარჩოები რომ დედა ფუტკარს ეგრევე ჩაეკვერცხა და გაიგზელებია ამავლების საშუალება უნდა მისცეს ფუტკარს ყველამ შედეგი იქნება აი ძალიან ეს ემთხვევა ერთმანეთს და პირდაპირ ნახევრდება აი შუა პერიოდში აი შუა იმაში კონდი იმაში რო არის რა აი ბოტანა რო შოულია ოქტომბრამდე და ნოემბრამდე რო ოქროწყებად და გრძელდება ყველაფერი აი პირდაპირ შუა აი პერიოდში ნახევრდება საფუტკრი რა თუ აი დროულად არ მისცა საშუალება მეფუტკრემ აი ამ ღალიანობის დროს ამ სიტუაციას და მეორე ღალაზე რო გადაყავთ მე ეს დავარდნილი სიტუაცია ისევ იმართება წელიწადში და თუ არ გადაიყვანა ისო თუ არ დაიდო კვერცხი ანუ განახევრებული რჩება რა კი გასაგებია და რა თემაზე წამვიდა საუბარი მირიან მოდი ერთის დავაზუსტოთ რა პერიოდში ჯობია შხამის მიღება
შხამის აღება ჯობია რო იყვიან, მეფუტკრემ ამთაბაროს ან ადგილზე ქონდეს მაგარი ბაზა, აპრილიდან რო გვეუბნებოდა მარტის ბოლოშიც ვიღებდით უკვე ჩვენ შხამსო. თუ არ გვიგარგა შხამიო. და იღებდნენ ბუნებრივი მეთოდებით. ადრიან რო იღებდნენ ძალიან გრანულარული და ველური მეთოდებით, აზიანებდნენ ფუტკარს, სტრესავდნენ, აგიჟებდნენ და მეორე დღეს იყო დახოცილი ფუტკარი და ფუტკარი და უნარი ქონდა დაკარგული, იმიტომ რომ ბოლომდე უწევდნენ სიხშირებს და ვოლტებს და ფუტკარი აი რო იყვიან არ ვიცი რა ჭუიდან გადაყავდა ფუტკარი. და ბევრი გაჩნდა მე მაგამბავი, ბევრი მეთოდები. ეს გამოწვეული იმიტომ რომ იყო დიდი მოთხოვნა და ფასი ღირდა დიდი. ერთი წლის ნამუშევარით ხალხი ბინებს და იმერს ყიდულობს. და ერთ თვეში აღებული შხამით. ვისაც 500-ზიანი ქონდა საფუტკრე ბინებს და მანქანებს და ხალხმა ჩადო ბინები და მანქანები, მაგრამ სამწუხაროდ რო გაფუჭდა და აირია და აღარ ჩაბარდა, შერჩა ვალები და ყველაფერი და ზოგი ზაფხულდა. რა მაინტერესებს იცით? ანუ ფალსიფიკაციის თემა, აქაც ყოფილა თურმე პრობლემა. ეს მაშინ და არცოდნავად გამოიწვია და ახლა იმედი არის იგივე რაღაცას არ დაიწყებენ, არა? ჭირო ნაგერ ნადირაშვილის იმას არ გაიფარებს. როგორ შეიძლება ამისგან თავი დავისვიოთ? საბედნიეროდ არის ეგ რო ნადირაშვილის საფაქე ეგრეა და ლაბორატორიაში ნებისმიერი შერეული ძველი შხამის რო შოურიო იმასაც დაუჭერს. მაგრამ ეს კლიენტის დაკარგვა და აფუჭება საფუჭების გაფუჭება ასე ვთქვათ. საქმის გაფუჭება. არ უნდა იკადროს ეგეთი რაღაცა და არ უნდა დააფუჭოს. აი თვითონ მაგრამ აი შეიძლება ისეთ რაღაცა შოურიო 5 გრამი ამ ფილი შოურიო ან რაღაცა და ლაბორატორია დაიჭერს იმას. აი გინდა შახი ლაბორატორიაში დაიჭერს მაგრამ მანამდე არ უნდა მოხდეს. მოიცა ვერ გავიგე. ლაბორატორიაში შემოწმებით გაიგებ მაგრამ მანამდე არ უნდა მოხდეს რომ უნდა მოხდეს. ნეტა ეგეთი სამართლიანი იყოს კაცობრიობაში ხალხი მაგას რა აჯობებს კაცო. უბედნიერეს ცხოვრება იქნება. უცხო ადამიანისგან ან აი პირველად რო არის და რომ ბრმად არ უნდა მოხდეს რა. დობის ფაქტორიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ აი რამდენჯერ ბოქში ისა შმაგი რამდენჯერ ყოფილა ნადირაშვილს მიუტანეს ენდო კაცმა და მუქი ჭურჭლები რო იყო მიუტანეს ძველი შხამი და გაფუჭებული და დაზიანებული და დანესტილი და რავი აი რო არ გაცრი ადამიანი და შხამ შეინახავ ეს არის ძალიან დიდი ართობა ეხლა რო არ გაცერი და დაჟე ვაშრობ ჩვენ იმას დასავლეთში დიდი ტენიანობა როა დაჟე სანამ მოვჩებით გაფხეგვას ის უკვე ფუჭებას იწყებს თუ არ ბუნებრივად იღებს ტენს მე ხო და ბუნებრივად თავღია რო აი იღებს ტენს და ფუჭდება ყოფილა რომ ცოტა თავარი კიდე რა არის აი ეს თავარი არის რომ როცა ხდება დიდი ღალიანობის დროს ვერ უნდა აიღონ შხამი და მანანათაფლი რო არის კიდე ბუნებაში რომ შემოდის მაშინ დიდი ღალიანობა არ არის და ისე გვაწვალა წერს ორგან გავაკეთეთ ეგ და მანანათაფლი იყო შემოწიოდა დაისვარა სტეკლოები არ ნახულათ მივიღეთ მუქი შხამი და ვერაფრით ვერ გავაშრეთ თელი დღე აი რა არ ვეცადეთ და სალფეთქებით წმინდეთ შუშა და არ იწმინდება არის აი ვერ გაწმინდა მაგას ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ხდება იქ ყველაფერი სხვადასხვა სხვადასხვანაირია და ვინმაც არ იცის ვეტყოდი იმას რომ ღალიანობიდან როცა იწყება აი 2 კილო და 2 კილო ნახევარ სამამდე კიდე უძლებს ფუტკარი და ვიღებთ და არ ბინძურდება დიდად და როცა უკვე 3 კილო ზევით შემოსავარია თაფლის კაში 4 და 5 კილო არ უნდა მოხდეს არაფრის მაგრო შხამის აღება თუ არა ბინძურდება კატასტროფულად შხამი და ჩათვალე ის შხამი გადასაყრელად თუ გამოდგება სხვა აღარაფერი მე მაგალითად ჩემთან მე სულ ვიღებ ღალიანობა არის არ არის ჩემ ადგილმდებარეობაზე არის დათაფლიანება ხდება მაგრამ ისე რომ იფრიკება და ისჩება იცრება და არ არის პრობლემა გაწმინდავ სალფეთქით ვიღებთ მე ისე მაინც ხდება ხო ჩვენ რო ვიღებთ ხო ყვავილისტვერი იმაშობა ხდება შუშაზე სანთელი ხდება დინდგელი ხდება და აი თაფლის წვეთებიც მაინც ხდება რა ხანდახან 8 წელი ნაირი არ უნდა შეუვიდო კორპუსს რო აწევ ხანდახან ხდება იქ ფიჭის გატეხვა იმის ჩამოშენებული ხდება და რაღაცა და ჩვენ ახლა ესეთი რამე გვაქვს შემუშავებული ეს ვისაც ველაპარაკები და ურეკავ რომ მივდივარ წინასწარ ვეუნები ეს რა როგორ და რანაირად არის და მაგას ვცდილობთ რომ შუა ღალიანობა მოვიქციოთ შუაში და დასაწყისში ღალიანობის დასაწყისში და დამთავრების დროს ავიღოთ და ეს არის იდეალური ვარიანტი ვისაც უნდა აი ზედმეტის მუშაობს და სხვა რაღაცები ხელი არ ეშლება შოუ დაიწყონ აპრილიდან დაამთავრო ნოემბრის ბოლომდე აი შარშან გავაკეთე და ჩავწერე და აი განსაკუთრებით იმ საფუძვლებში შევალ და ვანახებ ხალხს იმ საფუძვლებს გადავიღებ როგორ დაიზამთრა ავიღე ზუსტად უნდა გამოტოვება უნდა მოახდინოთ უნდა მაისის თვეში არა ასე უხეშად რო ვთქვათ 20-25 დღე მაშინ ის თორნეტი 10
მაღალი არის 10 დღე, ხო, მთავარი ყალბობა როცა შემოდის 4 კილო და 5 კილო. დიდ სინამდვილეში 1 კვირა არის, მაგრამ მოვაქციონე შუაში და მაისის თვეში არ დაკარგავს დამატებით შემოსავალს მეფუტკრი. რო იტყვიან მიფრინავს და მიდის ეშხამი და ეს ფუტკარი მიდის უბრალოდ იცვითება და მიაქ ეშხამი და რო იტყვიან გაფრენდს ვიჭერთ რა, ამ შამის აღებით. ვაქცევთ ასე. ესე არ არის გიო. კი ბატონო, გასაგებია. მოდი ახლა იგი გოგა შეგიძლია კითხვებს გადახედო და პირველ რიგში მაინტერესებს $25-დან დაკავშირებით მეფუტკრემა გამოხატეს თუ არა ისე იგი. მაგას შევხედავ ახლა. მე მაინტერესებს შამის აღების დროს ან მერე ფუტკარი რამდენად ართმევს თავს სხვა პროდუქტების მოზიდვას, მაგალითად თაფლის, წვილის, ხო არ უზიანდებათ ის წვილის ჯირკვლები. რომელი რა ვიცი, პირველი აი გეტყვით, ეხლა ლადოს ყველა იცნობს და ვარდოსანიძეს და ოზურგეთშიც იყო ამაზე საუბარი, ზეზემ და დისკოლაზე რა ვიცი, სულ წარმოებელია და ისიც კითხვა სიცილით რომ აი მე უშმაგნო ძილშიო 900 ლარი მომცაო. მივედი რამდენჯერ ავიღე და რა ვიცი, წლებია თანამშრომლობ ჩვენ და პრობლემა არ მაქვს არანაირია. ყავს ასე მეგობრები აი სამტრედიაში ვექო. და ისიც იმას ამბობს, რომ აი ზეზეთში შეიძლება იმუშაო. მე პირადად შარშან წინ სადღაც 90 ოჯახიდან მე არსად არ გამყავს სტაციონარია ჩვენი საფუტკრე. სადღაც 90 ოჯახიდან დაახლოებით სეზონზე 800 გრამის ფამია მოვიღე და ტონანახევარი საფლი დავჭი. ინდგენის საკმაო რაოდენობაც ისე რა, აი გადაფხება საჭიროა ხოლმე ხარ არის მეფუტკრები ვაფცირებს ამამიან შხამის ასაღებად ზედაპირ რო გადაიწიკოს, იმიტომ რომ ის კასეტებზე ჯერერთი ზედეკრობა, მე მალთულებს აწება, სამთლებს და ასე. ჩემთან ბევრია დინდგის შემოსავალი, მაგალითად პროპოლისი დიდია ხოლმე და დინდგელიც საკმაო რა ვიცი კილო თუ ამდენი მქონდა ესე, აი გადაფხება იმაში გამარჩენა მოაგდო. ისე რომ რა ვიცი, სხვა პროდუქტი პირიქით უცხიათ კიდევაც რომ მართლა ინტენსიურად მუშაობს აღების შემდეგ ფუტკარი ადრე იყო მე რაც მახსოვს ბავშვობაში რომ არ ვიცი აპარატთან დაკავშირებით აი მაგას გამომდინარე ზუსტად ახლა არ ვიცი აპარატებიდან გამომდინარე ხდებოდა თუ რატო ხდებოდა მაგრამ 3 დღე და მეტიც გაღიზიანებული იყო ფუტკარი ისე რომ გაგევლო უბრალოდ გამოგეკიდებოდა და იტვინებოდა და ახლა ეს ბოლო წლები რაც ვაკეთებ რაც ამ აპარატებს ვიყენებ რა ვიცი ჩვეულებრივია 7-ად არის რა ფუტკარი თუ არ მიხვედი რაღაცა შხამიანია ხელთან მანთან გასარეცი როგორც ხდება ფუტკარი გადაზღიზიანდება ამაიდაც არ გერჩის დიდად რა ვიცი ამ 7-ად არის აი მირიანს უნდა თქვა დიახ მირიან რამოდენიმეჯერ გადავიღე სპეციალურად ვიდეო და დავდე შარშან რო შხამ ნამუშევარი ღამე რო ვიმუშავე ხო გადავიღე დავდე და მეორე დილაზე ზუსტად იმიგივე საფუტკრეში მოვაჩინე ყველაფერი რო არ გეუნებოდათ რო ღამე სხვაგან ვიმუშავე და დღეს სხვაგან და ის კაციც გამოვაჩინე იყო პიროვნება ღამეც და დღეც და აი რო იტყვიან დილაზე გათენდა ჩვეულებრივად მუშაობს ფუტკარი იმიტომ რომ მეთოდები აქვს თავარი არის სიხშირეს და ვოლტს რა დონეზე აუწევ ზოგს ეგონა ადრე რო თუ აუწევდა ამებს მეტე შხამს აიღებდა და ეხლა აი უხეშად რო თქვა ძროხას ეხლა რო ვატკინოთ ჯიქანი სული უფრო მეტრზეც მივიღე იწველება არის ნორმა ის და უნდა იმასნა ისე რომ არ გააგიჟო და ის არ შეაწუხო იქნება თუ ცხოველი იქნება მიიღებ იმ ასე ეგონათ რომ თუ აუწევდნენ მეტე კრანი რო გასტანდა მეტი წყალი წამო ასე ეგონათ ალბათ რა ვიცი რა ხდება მართლა იყო ადრე ეს რომ არ იცოდნენ აღება უწევდნენ ამ სიხშირე ვოლტებს და აი კარგად მასოს თავიდან რომ ასწავლი და შალვა როგორც რო აუწევო ხო ფუტკარი ცდილობს რომ გაიქცეს იმას და იქით აქეთ დახტისო კი აღარ და ჩაჭიდებული კი არ არისო და აი ზუსტად მაგ ვიდეოებს ვიღებდი და ვდებდი ისტორიებს და იმ ჯგუფებში ვდებდი მაგებს რომ როგორ იყო ფუტკარი მიხმეული და ჩაჭიდებული მართლა და შხამს და კიდე მე კიდე მაინტერესებს აი საქართველოს რეგიონების მიხედვით თუ განსხვავდება შხამის ხარისხი რა
თქმა უნდა ძალიან დასავლეთი არის ტენიანი და უფრო დაბინძურებული ფუტას უნდა გაწმენდა სალფეთქით იმით ამით და აღმოსავლეთი უფრო მშრალია, მაგრამ მე წერს ვცდილობ და მინდა გავაკეთო ლატექსი ვიხმარო ფოშაზე და გავაუმჯობესო უფრო ხარისხი. რაც თეთრია შხამი და შხამი რო გამოსილება არის ნოტიო, ტენიანია უფრო. ტენიანია ბაშია ტენიანი. ის ტენიანობა უნებაშია და მაგიტო. თუ არა, სათეში რო გაივლის ის თამესებურად ცოტა ხდება, მაგრამ როცა ძალიან ტენიანი იყო ჩვენ ისეთი მეთოდით ფურვალე იმას შემქონდა და ისე ვაშრობდი რომ მაგის სპეციალური ასე თქვა ცოდნა რომ ის გააშრო და ტენი თუ გაუშვი ხო მე შიგნით ხვებასავით და აი შეფრთხილი არის კორკოჩები ეს არის იმშება რა თქმა უნდა და უჭდება თან კიდე შეაიღებს ახლა დამწყები ხანდახან ისეთი ნისლია ბუნებაში რომ პირდაპირ სველი აი სველად ჩანს კასეტაზე რო არის აი ის რა ქვია მიხვარი ეგეთი ისენი არ მაქვს რო შეხედავს ეგლოს უნდა ჩანდეს თეთრად აი ფქვილით რომ მიაყრი და ახლობით ეგეთი იმაში უნდა ჩანდეს ახლა არ მაქვს ახალსურეთში კი მაქვს ახლა ის შხამიანი შუშები სპეციალურად რო ის ასაფრხესაც ვიგონებთ და იმისთვის გვინდა საშინჯად და შენახული მაქვს და როცა ტენიანია აი პირდაპირ იმათაც ჩანს რა სველად ჩანს რა თეთრად არ ჩანს ამ შემთხვევაში და ის უნდა ვაშოვდით ესე ხან კარმაზე ხან ფეჩზე ხან ფენით რა რითი არ გვიშვია შუშები და მე დაგვიწყვია გაფხეკვა რა ამეების ხო და კიდე პლუსი რა აქვს ახლა შხამის აღება სტროფს და ტკიპს აი ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა აი ძალიან ბევრჯერ რომ აი ყოველ მეორე მესამე აღების დროს საფუტკრეში ვისაც ყავდა ტკიპა ზედ ფუტკარის რო ყავს ეს ტკიპა და დენის ქვეშ ექცევა თუ არა იმ თუ ჩუკვდება ტკიპა და აი ამ დახოცილ ტკიპას ვხვდებოდით შუქებს ზედ სტროფსაც და ტკიპა ეხლა ბევრმა შეამჩნია დაკვირვებულმა იმან რომ სტიმულაციას დაძლევს ფუტკარს რომ იმუშავე მის საფუტკრეში ფიერები უნდა დაიყო და სპეციალურად არ მომუშავა და ახლა ცოტა იმაზე ნაკლებ ფუტკარში მომუშავა და მე მითხრა რომ აი სასწორზე რომ მქონდა შევადარეო და რომელმაც იმუშავა შხამზე უფრო მეტი მოიტანა ყვავილის მტვერის და ნექტარიცო ვიდრე იმეებმა აი შედარება ჩაუტარა ის ჩახვაშვილი კახეთშია თენგიზის ჩახვაშვილი ეცა დაადასტურა რა ავთო გაბელაშვილი კიდე ტრიბულის რაიონში არის სვათაშორის იმ კაცმა სპეციალური ტესტი ჩაატარა იმაზე სასწორზე და წინა დღეებში გააკონტროლა და რო ავიღეთ იმ დღეს ისეთ მუშაობდა წაბლი იყო დაწყებული ფუტკარი აი ტყვიასავით გარბოდა მოდიოდა ვიდეოც მაქვს მაშინდელი გადაღებული 3 წლის ნამდვილად მოსწონდა და ნახევარკილოვანი მატება ქონდა იმ ღამეს წინა დღისთან შედარებით წინა დღეს ხო ქონდა ვიმუშავეთ საღამოზე აწონა ნახა და ის თვითონ იღებდა წლების მანძილზე შხამს და გააკეთა ეს დაინტერესებდა და ვაფშე ახლა რა თქმა უნდა ყალიანობა როცა ისედაც არა აგრესიული ესეთი რაღაც იყო და პროდუქტები არსენეთ წეღან და ესე იგი პროდუქტები აი ნებისმიერ პროდუქტს თითქმის არანაირს არ უშლის აი დედების გამოყვანის დროს აი ახალი როცა არის დედა და განაყოფილებული არის შეიძლება მაშინ შევხოს ხელი დანარჩენ დროს არც ყვავილის მოტანას არც ნექტრის არც ჭეოს აღებას არც რძეები აი ჰომოგენატი და ჩუქურიზეს ფუტკრის დედაფუტკრის იმას რო იღებენ არანაირ ხელშეშლა არ აქვს იმას რა თავარი ახალი გაშვებული დედა შეიძლება ღამე და რაღაც გადაბოდიალდეს გამოვიდეს და ის ხო დარბის და ჩოული არ აღკვესდებას და მაშინ მაგ დროს მოხდეს დაკარგვა დანარჩენ დროს არანაირი ხელშეშლა აი ზეგიერთი კიდე ერთი რა მინდა დავამატო დაკაკუნება ფუტკარს უნდა რომ ამოვიდეს ხანდახან არის შემთხვევა რომ არ უნდა დაკაკუნება მოდის ფუტკარი როცა შიგნით აგრესიულია ნაკლებ ღალიანობა გადართულია იმაზე და როცა ბევრი თაფლი აქვს შუდათ არის წნარად არის და შეიძლება დაჭირდეს დაკაკუნება ერთმა ისე დაუკაკუნა ისე რომ თელი ფუტკარი გადმოყარა 4 კოპის ფუტკარი იყო მოკლედ აი ფუტკარი არ ვიცი რა თქმა უნდა აი ახლა რაოდენიმე საფუტკარი და ერთად დაყარო ეს თუ გადაშევების კა არ ჩანდა სულ შიშავეც ჩანდა და მე ფეხითაც ვიარე თან ასფალტი იყო იქ ფეხითაც ვიარე და იმან დაადრეკა მე მითხრა რომ მიდან ჩვენ ფეხით რო ვიარეთ იმან დაჭრიდაო აი ისე გადმოყარა ფუტკარი ბარტყიც კი ამოიყვანა რა ისე ურყარო ლავისკები დაშალა და მე თვითონ არ უნდა ოხრა დატყვა და შენ არ იცი უკაცე მოიცო განახებს როგორ უნდა და ფუტკარი კი ამოიყვანა მაგრამ არ ვიცი რა როჩერა რაღაც ძალიან ამეტანია ასეთი შემთხვევა კახეთში მილიან კახეთში იყვნენ ჩვენ ჩავედი ასაღებდა და ჩვენ მიყურეს ჩვენო ციხლებს უწყავდით ოსკებს ციხლებს რატო უწყავდით მეცი ხო პატარა დაუგონებ შუშებსო ასე ხეკავდით რომ ხელი გვეჭირაო და ბრიკა პირდაპირ ღია ბრიკა ხელში გვეჭირაო და ასე ზევიდან ქვევით დავი ქაღალდი გვექინა ქვევით იმაზე რომ დაყარილიყო და დატანჯო ხელებს არ იჭერით მე უცხარი რატო აკეთებდით უცოდინრობაში ბევრი რაღაცა სიხულები ხდება ზოგს და შეიძლება თქვას რომ აიმე ეს რა არისო და
ანუ ეხლა ვინც ვიყურებს და ვინც მერე ნახავს ამ ლაივს ჯობია რომ სანამ დაიწყებენ ან შრამის აღებას ან ამ საქმეს ხელი მოკიდონ ჯობია ჯერ კონსულტაცია გაიარონ იმ ადამიანებთან ვისაც აქვს გამოცდილება და ისე გააკეთონ. პირდაპირ ვიტყვი რომ აი მე რაც ვიწვალე თავიდან და ზოგი იმას მეუნებოდა ზოგი ამას აი რატო აი ხელი ვერ შემშლოდა ალბათ მაგიტომ თუ რა ვიცი რა იქ რაც და მუხაძესთან და იმერთან საუბარი და რაღაცეები და მოკლედ ერთი წელიწადი აი ვინმე ისეთი ან იმასთან დადიოდეს მის შრამს იღებს რომ ისწავლოს აპარატთან მუშაობა კასეტასთან მუშაობა ფუტკართან იქ ელემენტარული ზოგიერთი დარჩა და ქურდობა შეიძლება ატყდეს და გამოიწვიოს აი ერთი წელი მაინც უნდა უყუროს ან იმასთან უნდა იღებდეს მცოდნე ადამიანის შრამს რომ მეორე წელს მოკიდოს ხელი ტესტერზე შემოწმება რო არ გეცოდინება შეიძლება პირბადი არ გაიკეთოს მოიწამლოს ან რაღაც ბავშვი შემოუვიდეს და ისეთი მოკიდოს ხელი თან მიიტანოს ერთხელ ბავშვი მოხდა ეგრე და დიაბეტი აიკიდა პატარა ბავშვმა ვენერას შვილიშვილს რაღაცა ხელი შეშლა მოვიდა შეჭამა თუ რაღაცა და ძალიან ცუდ რაღაცები ეს და აი ეს ისეთი სოფლის სტრატეგიული ნედლეულში ითვლება საბაჟოში გარკვეულ დოზას გაიტან თუ არა აი როგორც ნარკოტიკი ისე არის დაჭერა ხდება ამაზე და თელი ამბავი არც ერთ ნედლეულზე არც ერთ ხილზე არაფერი არ ხდება აი გველი შრამი მორიელი და ეს მონი ესენი არის სოფლის სტრატეგიული ნედლეული რომელიცაც არის ყველაზე ძვირადღირებული და სამხედრო სფეროში გამოიყენება ეს შრამი და მიტო არის ასეთი ძვირფაცი და აი კარგად ხმავს რომ შალვა ნადირაშვილი გვეუბნებოდა აი გულის გადამდგაზე ვერცერთი წამალი ვერ მუშაობს ისე როგორც შრამის რო დაამზადებენ უკვე 4 ცხრიანს რომ მიიღებენ აი ყველა უჯრედს ალაგებს თავის ადგილზეო რა და აი სასწაულ მოქმედი ის არის რა აი ძალიან ძვირფასი და ძალიან მაღალი მზადდება ამისგან და აკეთე აი ნეტა საქართველოში იყოს მაგის დამზადების და გაყიდვის ვარიანტი რომ ხალხმა მიიღოს ეს ყველაფერი და იხაროს და ასე შემდეგ ჩვენ ხალხს ხმარდებოდეს ეს ძალიან ჯანმრთელობას მეცნიერს მოგწეს მაგის ბედნიერება. კიდე ალბათ ძალიან ბევრი მეკუთრეს დაინტერესებს კითხვებს რო გადავხედე კითხვებენ. ანაზღაურების საკითხი როგორ არის აი ბატონმა გიორგიმაც ახსენა რომ მეკუთრეებისგანო იყო რაღაცა ხელისშემშლელი ფაქტორები და ძირითადად ხელისშემშლელი იყო რომ წუწუნებდნენ ან თანხის მომატებაზე ან თანხა იმ მომენტშივე უნდათ აი მაგ კუთხით როგორ არის რო იცოდნენ რას უნდა ელოდონ რა მოლოდინები უნდა ქონდეთ ანუ ადგილზე რეალიზაცია ხდება ზოგ შარიცხვა ურჩენია ზოგ ხეშად ურჩენია ეს თავისთავად გასაგები და ესე იგი რა ხდება იცი მივდივართ მეფუტკრესთან ჩაულებად ვიღებთ და შრამს ვიყოთ შუაზე რა იმას ნახევარი რჩება ჩვენ ნახევარი რჩება ორი ადამიანი მივდივართ საჭიროა 3 ვართ მაგრამ გააჩნია უკვე ჩვენ ისა დავხვეწეთ ყველაფერი ერთ ღამეში 150-ში 200-ში თავისუფლად შეგვიძლია ორმა კაცმა ვიმუშაოთ ავიღოთ რა თქმა უნდა მეფუტკრეს გვეხმარება შეძლებს დაგვარან ღამეს და დღეს და ადრე ქალბატონები აკეთებდნენ ღამე ყოველ ღამე მუშაობდა ორ კაციანი ბრიგადა მუშაობდა ადრე რუსეთში ჩვენები ბევრი მუშაობდა უფაში ძალიან ბევრი მუშაობდა აი პირდაპირ გეტყვი რამოდენიმე აი საქართველოს ხდებოდა ალბათ იმდენი ქართველები არ მოდიდნენ რამდენიც იქ იმიტომ რომ იქ არის რაღაც ზღაპრული ბუნება ისეთი თაფლი შემოდის და იმდენი თაფლი შემოდის თორმეტ სიმაღლეზე აქვს ევსი ვა ზოგს 10 და კიბითი ადიანზე არ ნახული შემოსავალია იქ იმ ხელა ტრამალები და გეკტრები არის და ესე იგი ღამე მუშაობდნენ კაცები და დღე ხიკავდნენ ქალბატონები იღებდნენ დღეს აქ უფრო ნაკლები ფორმატებადია ნაკლები ისაა და ქალის უფრო ადვილი ის არის ეს რაღაცა და წელსაც აი წინა წლებში ჩვენ სადაც ვმუშავეთ იქ ზოგს დადაეხმარა ზოგ შვილი ქალბატონები ზოგს თოლები და ასე შემდეგ აი ეს და იმუშავეს და ქალბატონებს ფოთაშორის გამოზეთ ეს თქმა და ადრე იყო ბოქსით ხდებოდა ბოქსში ხდებოდა მემეები საფრთხეა და ეხლა პირბადეები აიწინაღები გვიკეთია და ვიღებთ ასე რომ ურჩევ ყველა მეფუტკრეს ვისაც უნდა შრამის აღება ისწავლოს და დაიუფროს ესე ტელეფონით არა რა მე იქ რაღაცებში შეეშლება ეს ელემენტარული შეიძლება სულ ყველაფერი გააკეთოს იწვალოს და ეს მოგროვებული შრამი გაუფუჭდეს არასწორი შენახვის გამო ზოგმა აიღო არ გაცრა და შედო მაცივარში და დანე ის არ გაცრილი შრამი ძალიან ცუდი არის ძალიან და კაპიკი სადაშორის ახლა მე რო გადავხედე კომენტარებს აქ ზოგიერთმა მეფუტკრემ დაწერა ახლა ბატონ გიორგისაც შეუძლია შემოვიდეს გაერთიანების გვერდზე თუ Facebook-ი აქვს და გადაამოწმოს პასუხი გაცემული ამ ლაივის კითხვებზე ზოგმა მეფუტკრემ გამოთქვა თანხმობა რომ $30 არ არის ასე რომ ვთქვა ცუდი ფასი თავარი არის სტაბილური გახდეს და მე ალბათ ავიცილოთ თავიდან ალბათ თქვენთვისაც არ იქნება საჭიროება იმისი რომ
სხვა ქვეყნიდან იქნება შემოტანილი და ეს პირდაპირ არის ინვესტიცია ჩადებული საქართველოს მემკვიდრეობის განვითარებაში და მემკვიდრეები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ასე რომ ვთქვათ. და შესაბამისად მეტ ფინანსურ რესურსებსაც ჩადებენ თავიანთი საფუძვლების განვითარებაში. გადათვალონ და ნახონ ეხლა მთელი წელი რო იმუშაონ შხამზე. რამდენი გამოუვათ? თუნდაც ესე აი ჩვეულებრივად რა როგორც ნახვარი ხო იმას მე. ახლი მაინც ხო არის კარგი თხა თაფს აქვს 10%-იანი ან 20%-იანი ვარდნა მაქსიმუმი. აი რუსული ლიტერატურაში წაკითხული მაქვს და აი შემიძლია აქ ინფორმაცია მოგაწოდოთ რა 3% უწერია. ეს მაშინდელი აპარატურით და რაღაცების გამოთვლით და ეხლა ძალიან საინტერესოა ჩატარდა. შეიძლება ეს 3%-იც არ იკარგება, იმიტომ რომ მე ჩემ ფუტკარში რო ვიღებ, ხო შევდივარ დღე და მუშაობ და ვატყობ ფუტკარს აგრესიულია არ არის, რომ ის უნარიანია, რომ ის უნარია ეს ყველაფერი ახლა მე ხო ვიცი, ჩემ საფუტკრეში მაინც ხო ვიცი ახლა რომ მეორე დღე შევდივარ და საფუტკრეს მაინტერესებს აი იქ რა მოხდა, აი დაზიანება ხო არ მოხდა, რამე დარჩენილი ხო არა მოხდა, აი ვაკეთებ. ყოფილა შემთხვევაში შესულარ მუშავნია ჩარჩო ჩავიმატებია, უმიღია, გამიყვია ოჯახი და ასე შემდეგ. და არ იგრძნობა არანაირი აგრესია რა. თუ ნორმალურად იმუშავებს ადამიანი და არავინ იცოდეს ის და არავინ დარწმუნდეს იმ და რაღაც ეჭვები არ შეიტანოს, რომ თუ აუწევს სიხშირეებს და ვოლტებს, შხამი მოიმატებს, არ მოიმატებს შხამი. შხამი მოიტანოს იმ შემთხვევაში, თუ ორი корпуსი აქვს, ერთი კასეტა ზევიდან დაადგას, ერთი შუაში შედგას. და იმუშაოს 9 საათის ნაცვლად 40 წუთი და 1 საათი, როგორც ვთქვათ, შხამი იმუშაობს. აი ამ შემთხვევაში აიღებს მეტ შხამს. და არა იმ შემთხვევაში, რომ დენზე დასვა კაცი და საქმე გააკეთებო უთხრა. ო რა, ესეთი რაღაცა. ხო, მოდით რახან ამ პირობებზე კიდევ საუბრობ. ამ პირობებიდან გამომდინარე, მოდი ვთქვათ, ანუ როგორ უნდა იმუშაოს უნდა შხამზე მემკვიდრე. ანუ ის ძაბვაც მაგალითად, ის სიხშირეც როგორი უნდა იყოს, უნდა კლიმატური პირობები როგორი უნდა იყოს, უნდა და მოკლედ ეს ყველაფერი რო ვთქვათ და რა პერიოდებში არის შესაძლებელი კიდე მუშაობა. საფულში, რა დროის ვალედებში და სხვა პერიოდში კიდე. ერთს მე ვიტყვი თუ შეიძლება. მე როგორც ხედავ, დიახ, ბატონი გიორგი ერთი წუთით, მე როგორც ხედავ გიორგი ბატონი გია შემოგვიერთდა რა. მოგესალმებით. ძალიან განახარგეთ და გიას გაგიზიარა თავის. წარმატებებს გისურვებთ ყველას. იცოცხლე. ერთ ვიტყვი რა, მე ბევრს უთქვია რომ აი ფუტკარიო იხოცებაო და აი თქვენ ახლა ვინც იღებთ თუ შხამზე ვინც მუშაობთ, თუ ახლა აქედანვე ეთქვით და აუხსნით რომ არ იხოცება, იმიტომ რომ ბევრი მაგას ფიქრობს რომ იხოცება ფუტკარი და ვერ ავიღებ. და აი ახლა თქვენ ის არის, კი. თუ ბევრი გვიყურებს, თუ ბევრია ჩართული იქნება თქვენ ასე ვთქვათ მოუწოდოთ რომ არანაირი დახოცვა არ ხდება ფუტკრის და აი ვინც სპეციალისტია რა. ძალიან კაი იქნება დაკავშირებით ბატონო გიორგი და რა ვიცი ყველა მემკვიდრე მიცის რომ ფუტკარი ზოგადად იხოცება ყოველდღიურად. როდესაც ღამე ხდება ეს შხამის ამოღება, კასეტა ადგას უშუალოდ სკაზე და ეს ფუტკარი ამოდის იქ არის რომელსაც 2 დღეა დარჩენილი და შეიძლება ვერ გაუძლოს, ვარდება სკაში პირდაპირ ხო პროცესი. და საფრენზე გადამოყრის რა თქმა უნდა იმ მკვდარ ფუტკარს და იქ რა თქმა უნდა რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როცა კი მე მიმუშავია, რა ვიცი, აი ეს წლები რასაც მუშაობ, მე გადმოყრილი მინახია 50, 100 და ეს არის 8 წვეთი. ეს არაფერი არის, ეს ყოველდღიურად იხოცება ეს ფუტკარი. კიდევ რაც დავამატებ. კიდევ და მაგრამ ყველა ფუტკარი, ყველა სკაშია, ყველა მე შიგნით ვარდება, რომელიც წდება, შეიძლება მომენტში რაღაცა გაგეჭყლიტოს რაღაცა და ეს იქ რაღაც სასწაული რაოდენობის გადმოყრა არ ხდება, რა ვიცი. არა, ეს მასიურად გონიათ, რომ მასიურად იხოცება გნადგურდება სკარი. მასიურად. თქვენ თუ აუხსნით, ეხლა ვინც გვიყურეთ თუ აუხსნით, რომ აი არ ხდება ეგრე და ეგ რაღაც მოგონილი თემა აქვს, ძალიან კაი იქნება რა. ყოველ წელს მაშინ მე ფუტკარს უნდა ვყიდულობდე, ყოველ წელს მე ხოცავდე ასე და ასეც მაშინ ვიყავი რა 86 წლიდან ფუტკარი ყავს და 80-იანი წლების ბოლოდან ფაქტიურად შხამზე მუშაობ, რაც კი იყიდება შხამი, ყოველ წელს მუშაობ. და როცა არ იყიდებოდა, მაშინაც მუშაობდი, დავდე და ჩათვალე რომ მართლა უფრო დიდებს მაცივარში და მეორე და თუ კარგად შეინახე, კაი მშრალია და კარგად დალუქე, იმას მეორე წელს და მესამე წელსაც კარგად შეინახე, რა თქმა უნდა. ეხლა კიდე რა არის, ის დავამატებ.
აი რო იხოცება ფუტკარი და დილაზე არის საფუტკრეში შეინიშნება დახოცვა. აი აბას ვინც ვერ ითავისინებს, ზოგიერთი ახალი დამწყები როა თავის საფუტკრეში იღებს, სადაც ფუტკარს ან თავისუფლებს ამ კასეტებს და ასე ვთქვათ, წინ თუ გადაცვინდება ფუტკარი, წინ აღარ უნდა იაროს, თუ არა იმ ძირს დავარდნილი, ან სისველია და სინესტია, ხთებით ეკრობა ძირს და გაჭრება ხდება. ფეხის დადგმის შედეგად ხდება ფუტკრის დახოცვა. ეგ ერთი და ძალიან წარედ მახსოვს ეგამ. ხო, ლაფეტის, სადაც ლაფეტია, ხო, აი მე და შენს რა მოგვივიდა იქ მაშინ, ხო და ესე იგი, ლაფეტი ვისაც აქვს და შიგნი არის ფისარი, ის როცა ფუტკარი, აი მაგ შემთხვევაში ხდება ფუტკით გასრისვა ფუტკრის. და მეორე, კასეტიდან, კასეტას ახლა ვცდილობთ, აი, შემოიტანე მატერიალი ფიმას. კამერას. აი როცა კასეტას ვდებ, აი რო წამოვაყენებ ფეხზე ვდებ ამ პოზიციაში, რომ ამეებით რო არის, ნაკლებად ხდება ფუტკრის დახოცვა, აი ფიზიკურად რო დაადო და ამით თუ დაადებ, საკითხო ვარიანტია ეგ. დედას უტირებს იმ ადგილს უჩიმას იზავს, ჩახოცავს ფუტკარს, იმიტომ რომ გაჭრიტავს ფიზიკურად გააფუჭებს ეს. და ამიტომ ვაკეთებთ აი ამებზე მიტოვდებთ და მე ვაცლი. ზოგი აცლის ჰაერ კომპრესორით, წნევით იმაშობა, ზოგი ჩოთკის სახაზავით და ასე შემდეგ. ზოგი ელოდება რომ სანამ ჩავა და ეს დიდი დროი დალოდებას. ხო და აი ეს ორი ვარიანტი რა, არასწორი სიარული ძირს და აი რომ ფეხით გაჭრიტავს და ამით თუ არა ზედ, აი დიდი დენი რო ჩავთოთ მაშინ გააფუჭებს მართული ფუტკარს, მაშინ დახოცავს. განლაგება უნდა იყოს ისეთი მირიან, რომ მისაფრენები ერთმანეთს უნდა უყურებდეს და შუაში უნდა იყოს დიდი სივრცე სამოძრავი. რა თქმა უნდა და კასეტა უნდა იყოს კიდე ხარისხიანი, მართული არ უნდა იყოს შუშიდან ძალიან გაწეული, თუ ეგეთი შემთხვევა იქნა, მე იჭედება რა. აი ახლა აი ხარვეზი აქ ახლა მას სიტყვაზე ვამბობ. აი, ჩართე. აქ ახლა ისეთ იმაში, ანუ სამოძრავო არეალის შიგნით უნდა კონდეს, უნდა მინებს შორის ამას გულისხმობთ. უნდა იყოს ძალიან დაშორებული, თუ შუშა დაშორებული იქნა, აი აქ გაეჭედება ფუტკარი და არ არის გამორიცხული რო არ და იმას. მე ბატონო, ახლოს უნდა იყოს. სამსაც ვერ აიღებ, მასე დაშორებული. შიგან როცა ფიზიკურად ნესტარი ვერ მიწევს. ხო, როცა ზაფხულში მაგარი ტემპერატურა არის და ცხელა და ფუტკარი არის ბლომად, არ უნდა მოხდეს დაფარება. თუ დავაფარებთ ზეგვიდან ტილოს, სიტყვაზე ვამბობ ან ტომარას, არის დიდი ალბათობა ის შხამის სუნი რო ამოდის, ის შეიძლება გაგუდოს ფუტკარი რა, გარკვეულწილად არ დახოცავს მაგრამ ხელდება და არ შეიძლება, აერაცია უნდა, ვენტილაცია უნდა კონდეს. აერაცია და ესენი რო დიდი ეგეც იწევს რა, რო ადგილი და მას აი ეგ ნატურები რო გაქვთ გაკეთებული დატესტეთ ჯერ თუ სატესტო მდგომარეობაში. კი, და წელს კიდე დავამატეთ ამეებში და ესენიც უნდა დავტესტოთ და ეხლა არის თუ განათებული თელი შუშას სიგრძეზე. და კიდე გვაქვს სხვადასხვა მიღწევები და ასე ვთქვათ გამოგონებები. აი ამ ვაშკარაძის და ჩვენი ოსინჯეკი ბატონო. და უნდა მოვშინჯოთ, დავტესტოთ და ასე ვთქვათ აი ესეთი რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ რაღაცებს ახლა კი არ იმავშობით თუ გაამართლებს და იმას იზავს ხო ანუ მეტი შხამს მიაღწევს ეს ანუ ადრე რო ვანათებდით განათებას ხო მეტი ფუტკარი ამოდის და დაკაკუნებას ხშირად უნდა და ეს რო არის უკეთ ფუტკარი და აჩერი მაგრამ რაოდენობაში სწაობას ეგ ვერ მოხსნას ხო და რა სხვაობას მოხსნას მაგას იმას ვიზავთ რა დავთვლით და ასე ვთქვათ მიცდია და სიხშირეები თუ გაქვთ დათვლილი ან ძაბვა, მაგალითად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის თუნდაც ტენიანობიდან გამომდინარე. სადაც დიდი არის, სიხშირესაც და ვოლტსაც უწევს ძირს, დაბალი ჭირდება და სადაც სიმშრალი არის, კონკრეტული რიცხვები რო თქვათ, გამიგეთ ხალხმა რო ისე იგი. აი თქვენი გამოცდილებით რომელი უფრო უკეთესი არის, სად უფრო უკეთესი არის, რომელ დიაპაზონზეა უკეთესი სამუშაო. ესე იგი დასავლეთ სადაც ძალიან დიდია ტენიანობა, ვოლტაჟობა უნდა ჩამოვიყვანოთ 28-ზე, 26-ზე ასე და შევხედავთ როგორ მუშაობს ფუტკარი და სიხშირეს დაუწევდი ასე 400-მდე რა. 300-ით შეიძლება აი შევხედავთ რომ აი თუ უკვე ანებებს ფუტკარი თავს და აღარ მუშაობს, ესე იგი ძალიან დაბალია და პირიქით მომატება უნდა და ეხლა კახეთში და მშრალ ადგილში რომ მუშაობთ, იქ პირიქით აწევა უნდა 30-32 ვოლტები. ეს არ უწევ არასდროს მაგალითად. სიხშირეს უნდა იქ ეს როგორ მასწავლეთ ისინი გამოსცემენ ხალხი მეუნებოდნენ და იქ რო უწევთ რა თითქმის საერთოდ შედეგი არ მომცემენ რა ერთ სიხშირეზე მიყენია რა ვიცი მაქსიმუმს ერთი აი ნორმა და სტანდარტი არის 600 სიხშირეში რა ვიცი ვასწავლეს და ესე ვიცით 600 არის ნორმა და სტანდარტი და იყოს სიხშირეში ზოგიერთ 1000-ს უმუშავნია და არაფერი ისეთი არ აქვს მაგრამ
ნუ რაღაც რაოდენობას უძლებს და რაღაცაც ვერ უძლებს, მე ფუტკარი გაურბის რა, ცდილობს როდესაც წავა უკვე პულსი, ფუტკარი კი არის ჩაკეტილი, ერაკმენის პირიქით გაურბის, გახდება, გაფრინდება გულზე, გახდება. იმიტომ დიდი დარტყმაა და ის დიდი არ მოწონს, აი როგორც მაგალითად ცხენს. თუ უკუ რეაგირება. ბატონოგია, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ანუ თქვენ ახლა შემდგომში ჩაგვერთით და მოდი მაყურებელს გაგახსოვთ, ბატონოგია კაკაჩია. მე ფუტკრი არის წალენჯიხიდან და შესაბამისად გამოცდილება აქვს შხამის აღებასთან დაკავშირებით. და მთხოვა რომ ასე რომ ვთქვათ, თუ არის შესაძლებლობა რომ ლაივში ჩართული იყო და კი ბატონო ეს მოხერხდა ასე რომ ვთქვათ ჩართვა, ნუ კარგია რომ ტექნიკური პრობლემები და იმაზე არ იქნა ამ კუთხით. და მაინტერესებს ახლა დასავლეთ საქართველოში, ზოგადად დასავლეთ საქართველოს რატო ვახსენებ? ყველაზე მეტი ფუტკრის ოჯახების რაოდენობა არის დასავლეთ საქართველოში. იმერეთი, სამეგრელო, სვანეთის სამეგრელოს რეგიონი, შემდეგ მოდის კახეთი, მერე აჭარა, გურია, ასე რომ ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოს რო შევაწეროთ, ანუ ყველაზე დიდი რეგიონები და ყველაზე დიდი რაოდენობით ფუტკრის ოჯახები არის დასავლეთ საქართველოში. და ეს პოტენციალიც რომ და გამოვიყენოთ უნდა სრულიად. აქ ბატონმა გიორგიმ სწორად ასვა და რისკებიც არის. იმასთან შედარებით რომ მე ფუტკრე, ფასი, ასე რომ ვთქვათ და უკვე სხვა რისკები ჩნდება, მე უკვე ეს კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე არის. სხვა ქვეყნებიდან, ასე რომ ვთქვათ, ინვალდებულებების დაფარვა, რაც შესაძლებელია და ამ დროს ქართული საქართველოს პოტენციალი იკარგება, ასე რომ ვთქვათ, და ამიტომ რაღაცნაირად ისე უნდა გავაკეთოთ, უნდა რომ ერთმანეთს ხელი შეუწყოთ, ასე რომ ვთქვათ, ეს ბიზნესის გამავითაროთ, მეფუტკრეებს დამატებითი შემოსავლების ხონდეს, მეფუტკრეების მოღონიერნე და შემდგომ უკვე სხვა ისიც გამოჩნდება, ასე რომ ვთქვათ, საშუალებები, რასაც შხამის რაოდენობა გაიზრდება, დავაკვირდეთ აბა ტენდენცია როგორი იქნება მსოფლიოზე მე როგორც ვაკვირდები ახლა ჩემი მონაცემებით, ზოგადად შხამზე მოთხოვნა იზრდება. და ეს არ არის მარტო მაგალითად სინთეტიკური შხამის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოდა ჩვენც ამას უნდა უწყოთ და თანაც არანაკლებ შემოსავლიანია ვიდრე თუნდაც თაფლს რო შევადაროთ ასე რომ ვთქვათ. მაგრამ თაფლიც არ უნდა დავკარგოთ ჩემი აზრით. არა, თაფლს მე მგონი არ შევკარგავთ ასე რომ ვთქვათ. რა ვიცი. ანუ ეხლა ჩემთან რა სიტუაცია იყო ბატონო ალეკო, აი მე შხამის აღება მასწავლა ბატონმა შმაგიმ. იმის მერე აი ჩემზე ბევრად მაგარი პროფესიონალები არიან, როგორც მირიანი, ასევე შმაგი, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მე ვნახე ესეთი რაღაცა. მაისში რო დავიწყე შხამზე მუშაობა, ზუსტად დავათვალიერე ოჯახები, მაინტერესებდა რამდენი ქონდა თაფლი. და 12-იან კორპუსს მთლიანად სავსე ქონდა ეს ჩარჩოები. და როცა დავიწყე შხამზე მუშაობა, ყოველ მე-10 დღეს მუშაობდი შხამზე. და შევამჩნიე რომ ის თაფლი რაც ქონდათ, თითქმის განახევრებული იყო. ანუ თან იმ მაისში ისეთი სიცივეები იყო, რომ აი საშინლად აცივდა და მე ვფიქრობ რომ როცა აი 1 საათი იქნება თუ 40 წუთი იქნება, 40 წუთის განმავლობაში ახდილი რო გვაქვს ეს თავი ბარტყიც უცივდება და თან ეს კიდევ ძალიან დიდი სტრესია და ოჯახი რო ბუდე რო გაათფოს ერთბაშად და ამ სტრესის დროსაც თავს ჯამს ფუტკარი ჩვეულებრივად და აი ამ დროს შეჭამა ფუტკარმა ძალიან რავია თითქმის ნახევარი თაფლი იმ ერთ წელს იყო ესეთი სხვა წელიწადში არ შემიმჩნევია ესეთი თაფლის კლება იმიტომ რომ აცივდა ძალიან აცივდა იმ თვეში და რავი სხვა მე რო ავნებდეს ფუტკარს ეგეთი რაღაცა არ მინახავს როგორც აი მაგიმ და მირიანიმ თქვეს მაქსიმუმ 50 100 და 200 ცალია ალბათ ძველი ფუტკარი რომელიც ანიჭყლიტება ან სტრესს ვერ უძლებს მაქსიმუმ ეს რაოდენობა დაზიანდეს მეტი სხვა უარყოფითი შედეგი მე არასდროს არ მინახავს დაახლოებით 5-6 წელია მე ამაზე მუშაობ ის უნარიანი ხდება თანსწორი გისმენ მირიან ესე იგი თაფლის კლება ჩემი აზრით გამოწვეული არის სიცივეები როცა მართლა მაგრა იღებს ფუტკარი რომ გაათფოს და ბარტყი მოიხმარს ამას და ფუტკარისაც რომ ხოლმე ერთ წელს იყო ესეთი რომ აი ძალიან ციოდა ძალიანაც ძალიან მინდა ვილაპარაკო იმაზე სიცივეზე რო თქვი ესე იგი მე ხო დავიწყე აპრილში და ეხლა უფრო ვარესი მე ვიმუშავე დასავლეთში აი მაგალითენიანობა რო იყო და ვიმუშავე ნოემბერში სიცივე მართლა იყო აი ჩიგოდა და შიგნით უკვე დამატებით დასასწრელი გვეცვა შარვლე
როგეცვა და უკვე შიგნით გრძელსახელოვნებით კიდევ ქციოდა. მაგრამ ნახე ფუტკარზე როგვედო ეს კასეტა ზევიდან ყვედო საფარიტილო და ის თავის ბალიშით და კაი ეს სითბო ხო ცოტა სითბოს იმაშვება, მაგრამ ეს სითბოს იჭერს შიგნით ფუტკარი და მშვენივრად მაგრამ მუშაობდა და მე რომ მოვხსნით ისეთი სითბო მაგარი, მაგრამ შეხედე ახლა 24 საათის მანძილზე და თელი ღამის მანძილზე ფუტკართან მე ვარ მისული ყველაზე მეორე ნახევარი საათი და არაფერი იმას და ის ნახევარი საათი ჩახული ვარ კურსი და ყუარი და 15 წუთია, ესე იგი 24 საათში ფუტკარი შეერთებული დენში და არამედ. ხო და რა უნდა უხნას ახლა ნორმალური მუშაობით და როგორ უნდა დაიძრესოს ფუტკარი გამოვიწყდა რომ რაღაცები ესეთი შეკითხვა მაქვს შენთან. აი მაგალითად მე ვიწყებ მაისიდან შხამის აღებას და მუშაობ აგვისტოს ბოლომდე. აი მაქსიმუმ სექტემბრის 10 რიცხვამდე და აი შენ იმუშავე მე მგონი ოქტომბერში კი არა, ოქტომბრის ბოლოსაც, ხო? ნოემბრის ბოლოს. ჩემთან რაოდენობა მაქსიმუმ ძლიერ ოჯახებზე 0.8 და 1.5 ყოფილა ხოლმე და 1 და 2 შენ ციცი აგიღია ჩემთან შხამი. აი აგვისტოს მერე რა რაოდენობა მოდის შხამის ერთი ოჯახიდან? კარგად აკეთებს მაგაზე ხაზი გაუსვიწევ, ან რა ღალიანობა რო თავდება და რაღაცა ფუტკარი გულობს, მერე ისევ ეს ფშალა ოქროწკეპლა და ის რო იწყება დასავლეთში პირიქით წამოვიდა 0.5-0.6 ავედით გაგვიკვირდა რა. ოქროწკეპლა მისეთი მაგარი ღალამისა 0.6 ერთხელ 0.7 ავიღეთ, მაგრამ იმას და მაგარი ფუტკარი ყავდა მე თუ ამოვიდა 0.7. მაგრამ ფუტკარი მე დაიკრო ნოემბერში რო ვიმუშავე უკვე ზოგ ბევრ ადგილებში ფუტკარმა დაიკრო აი 7 ჩარჩოზე და 8 ჩარჩოზე რო ვიმუშავეთ რაც ამოვიდა კაყოფილი იყო პატრონი რომ მინდა მუშაობა ვიმუშაოთ და მე თქვი შენ თუ გიდა მუშაობა მე ხო მეც მინდა მაშინ მუშაობა და ვიმუშაოთ. და ეს სითბოს არაფერი ის ხალხი შანიძე აი რა შემილი 1-6-7 კაცი ჩამოთვალოთ ძველად იღებდნენ და იმას თქვენს პირველი რომ არაფერი პრობლემა არ არისო და ესეთი დავაფარე და შემეკითხე რატო აფარებ რა თუნდა და მე თვითონ თორე შეინარჩუნოს მეთქი და ამოდიოდა ფუტკარი კარგად და სადაც აი მე ვიდეო დავდე თუ ნახეთ გიომაის ურაძესთან რომ ვიმუშავეთ დილაზე გაყინა ფუტკარი ისეთი ის დაარტყა რომ აი პირდაპირ რო გაუსვი ასტამი სახურავის იმ სისვერს ხო იმასთან ყინული აცვინდა ისეთი ის დაარტყა. მე კიდე ვამჩნევ რომ შხამის აღების შემდეგ 1-3-4 დღის განმავლობაში ფუტკარი მუშაობს ძალიან მაგრად. აი თითქოს და რაღაც გასაგიჟებელი წამალი აქვს ფუტკარს მიღებული. ძალიან მაგრა მუშაობს. უფრო მომებით მუშაობს კიდე მეტად. მაგალითად მე ვფიქრობ რომ მე მგონი ასტიმულირებს კიდე. აი ასტიმულირებსა ვთქვა და რუსებსაც ეგ უწერიათ იმაში, რა ქვია, ლიტერატურაში ასტიმულირებსო და ეხლა პროცენტულად ტკიპას აცლის, მაგრამ ყველა სხვა არ აცლის, რაც ადის კასეტაზე იმას აცლის ტკიპას. მაგრამ ეგ ბევრგან გამიგია მე რომ აცლის და ვენერაც ამოვდა მაგას რომ ასტიმულირებსო ფუტკარს და უფრო აქტიურს და ნუ არ ვიცი რანაირად ხდება ეს რა ფაქტორია ხდენს გავლენას, მაგრამ დენი რო ურტყავს მე მგონი დენი რო ურტყავს ცვივა მაგ. არა დენის ამბავი არ არის ანუ მოვაკაკუნებთან ახოს მოხდი ეგეც სტრესია ფუტკრისთვის და ეგ ფიქრობს რომ შენ აიზულებს მაგას ბუდის დატოვებას ან რაღაცას ართმევ და ანუ სამარაგო თაფლის შევსებას ცდილობს ღალიანობის მომენტში რა ეგრე განის. არა მე ტკიპაზე ვიძახი ტკიპას ეთყობა დენი აყრევინებს დენი რო ურტყავს ის კრის. ტკიპას კი შეიძლება კი ეთყობა არა მართლა ფუტკარს ახლა შხამსეს მის მუშაობს და მე ერთხელ მქონდა ასე ვთქვათ შარშან დავიწყე სეზონის ბოლოზე იმაზე ჩემს საზგეთვით შხამის დროს ეს გამოიყოფა უბრალოდ ფერომენი ეს არის ნასწრომობის ჭირკვალი და რომელიც ვრცელდება ჰაერში და ეს ფერომონი ამ შხამის აღების დროს მე მგონი გროვდება ძალიან მაღალი რაოდენობით რომელიც ასევე მოქმედებს ტკიპებზე. ეგ 1-3 დღე ის ფერომონი რჩება კიდევაც 3-4 დღის განმავლობაში რჩება. მე მგონი ეს ფერომონი აიძულებს რომ ეს ტკიპები დაცვიდეს. შეიძლება ეგეც იყოს. კი ბატონო. კიდე ერთი მთავარი რაღაც გამახსენდა ის ბიჭი გვისმენს მე ფუტკრა ბიჭი გოგაშვილი ხო? ესე იგი როცა ხდება შხამის აღება და დაფხეკვა დღეს ხო პირბადეები უნდა გქონდეს დაინაღები და ვრედნია ამის თქმა და ღამე როცა ხდება უკვე აღება და ამას ავაყირავებთ კასეტებს ცოტა ხანი ვაჩერებ მე რომ ჰაერმა გაუაროს იმიტომ რომ როცა არის სინესტე ძალიან მაგარი უგარი აქვს ამას და მაგარი სუნი აქვს ამ სუნს რო ისუნთქავს მე ფუტკრი ამ ჩოთქრის გასმის დროს
ცუდად აი ტოქსიკური არ არის სასურველი ამისი ჩასუნთქვა და ვცდილობთ რომ ცოტა აი 1-2 წუთი რო გაუგის და სუნი გცემს რაპიდ აი როგორც დუხის სუნი ისე გცემს რა მაგასაც თავისებული სუნი აქვს რა და არ უნდა ისუნთქოს იმით რომ ტოქსიკურია აი რო გაშრება მე აღარ აქვს ეგეთი სუნი შუშაზე მაგრამ ახალი დაგუწვა და ჩვენ უხსნით ამას და გადავდივართ ახალზე არ არის სასურველი მაგრად აი ერთხელ მომიწი ამის ფიქება თუ არ გააშრე ცოტა ხანი არც იფიქება კარგად და შხამის ფუჭდება როცა ადგავ პირდაპირ აღებას როგორც იწყებ როგორც კი ფუტკარი ამოდის საფუტკრეში ტრიალებს ძალიან ეგ სუნი მარტო იმ შუშასთან კი არა როგორც ადგავ და ფუტკარი ყვენას იწყებს ეგრევე სუნი მაგას და იმის შესუნთქვას უნდა მოერიდოთ რა ეხლა ძნელია რომ თან შხამს იღებ შიგნით ნიღაბი გაიკეთო და იმითი ვერ ივიდი და ანუ მაღალი დოზებით ხდება ამ შხამის ფერომონის გამოყოფა ჯირკლებიდან რაც ჩვეულებრივ პირობებში ალბათ და ჩვეულებრივი დოზებით ალბათ სასარგებლოა მაგრამ ის რაც მაღალი დოზით არის პირიქით შეუძლია ადამიანს ზიანი მიაყენოს რა თქმა უნდა კეთახმებით ტოქსიკური არის და არ არის კაი მაგის უნთქვა გვითხრეს და გავაფრთხილეს საინტერესო უბრალოდ ახლა არის იცით ამაზე ბევრი კვლევები არ არის მე როგორც ვატყობ ჩატარებული ბევრი რამე დასახვეწია ამ კუთხით უბრალოდ მე შემიძლია ხარ ვიცი ახლა თქვენი გადმოსახედიდან როგორ არის მაგრამ ფიქრობ რომ საქართველოს აი თუნდაც ახლა მირიანმა თავის კასეტას რო წარადგინა კოლექტორი აი რაღაცები კარგად აქვს დახვეწილი აი ფუტკრის ამოყარის პროცესი რომ იქ განათება არ მოხდეს აი რაღაცა არის კაი მიგნებები ასე რომ ვთქვათ და მე ვფიქრობ რომ კიდევ უფრო დაიხვეწება ამ შეხვედრის მერე ხო და უფრო კიდევ ახალი სიახლეების გამოჩნდება რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ფუტკარს და რა თქმა უნდა უფრო ხარისხიანი შხამი მივიღოთ მაგრამ ყურე მირიან რა მაინტერესებს იცი აი შხამი რომ შოფირო დაანათებული გაქვს ეს ხარ გამოიწვევს იმას რომ შხამის ხარისხი გაფუჭდეს აი ეს თუ გავს დაგვერებული ამას დიოდური განათება არის და ძალიან ის არის არ არის აი სხივი რო ხდება ის სხვა არის და ეს დიოდური განათებაა და თან ფუტკარი ამას პირდაპირ ის არა აქვს რა ნატურას ასე ვთქვათ შეხება შუშის იქით ადგას ეს და შუშა არის ნატურისმერი არის შუშა ასე ვთქვათ რაღაცა და ნაკლები რომ შევისწავლოთ ეს რისკები და ისინი და საინტერესო არის რა შედეგები დადგება და რა არის იცით აი როცა რაღაც ახალი რაღაცა იცდება ჩატაი კავშირი უნდა იყოს და ისე ლაბორატორიასთან გამიგეთ აი და კასეტა ამ მეთოდით აღებული და მელიტინის რა რაოდენობა გვაქვს და კასეტა და ამ მეთოდით აღებული მელიტინის რა რაოდენობა გვაქვს გვაგებინა შარშან ერთმა კაცმა და აინტერესებდა ჩვეულებრივი დღეს შუქზე რო ვიღებთ შხამს და წითელ შუქში აგვაღებინა და აქტივობა გამოვიდა ძალიან დიდი სხვაობა რა ასე ჩვეულებრივი შუქზე აღებული აქტივობა იყო 60 რაღაცა და იმაზე რო ავიღეთ წითელ შუქზე გამოვიდა 176 არა 178 გამოვიდა წითელ შუქზე აღებული ანუ წითელ შუქზე უფრო მაღალი იყო ხო აქტივობა იყო მაღალი მელიტენიანი აქტივობა მაგ აქტივობას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს თავად არის მელიტინის რაოდენობა და მელიტინის აქტივობა კიდე რაშია საქმე აი ეს როცა ვიკავთ ამ იმას წეღან ახსენე ბატონო ის ალიკო აი აფხეკვის მეთოდებიო ჩვენ ვცდილობთ ახლა რომ გავაგზავნოთ ისე ძველი ბეზაპარსებით და იმებით ხდება აფხეკვა რა და ამას მე აქვს გარკვეული კაი დიდი დრომი აქვს როცა 22 და 30 კაცეტა საათები უნდები თუ 6 საათი 7 საათი და რავი დიდი დრომი აქვს რა აფხეკვას და არა აი ვინც ახლა კარგად იცის ინტერნეტი შეუულია დაძებნოს იმას ნახოს ან გერმანულ საიტებზე ან იაპონურ საიტებზე რომ თუ არაფერია ისეთი გამოგონილი რომ მალე აიფხიკოს და თუ ელექტროსაშუალება აფხიკავს ვაფშე მაგარი იქნება მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ახლა რომ ეს სამი ბრიტვაჩ დავაყენოთ და ერთ ასმაზე გაიტანოს რა იმიტომ რომ მალიარკის დანამ არ ივარგა სხვა რაღაცეებმა არ ივარგა და აი გამოგონების იმაში ვართ ასე ვთქვათ რომ გავაბარდიოთ და შევამოწმოთ ძალიან მოხდეს ეს იგი საათები მალე მოხდეს აფხიკვა იმედი მაქვს ჩავკეტე მაგის საკანცელერიო დანები ბევრი რაღაც ვიცდია თქო აფხეკვასთან დაკავშირებით დღესდღეობით რა ვიცი ყველაზე მარტივას ყველაზე ადვილად მე დიდი ხანი არ გამითხეკია მინები მამაჩემი და ჩემი მეუღლე რა ვიცი მე სანამ
დილით ცოტა გამოვიძინებ ამ პროცესის შემდეგ, ამათ უკვე გაფხერილი აქვს თქო. მუშაობ სადღაც 28% დაახლოებით. ხო და ერთადერთი, რა ვიცი, ბავშვები იყვნენ, შარშანი იყო, მე მგონი რაღაცა შეჯიბრი იყო, საქართველოს ეს ბავშვები რაღაცას იგონებენ ამ შხამის აპარატებთან დაკავშირებით და რაც ჰქონდათ ის ნაფიქრი და ის მეუთხარი ცოტა არასწორი მიმართულება გაქვს, მაგრამ არა უშავს თქო და გაიმარჯვეს კიდევაც მე მგონი მაგ ბავშვებმა რაღაც საკუთარ გაკეთებულა. მეუთხარი, აი, კაი, იცი რა იქნება მეთქი, ჩვენი პრობლემა არის მინების აფხეკვა, რომ მოხდეს რაღაცა ისეთი, აი, ავტომატიზირებული იყოს, რობოტიზებული, იყოს ასეთი ორი პირი და მინის შიგნით გავლის საშუალება და რაღაცას გროვდებოდეს ეს შხამი. აი ესეთი რაღაცა. ხო და აი მაგ მიმართულებით იფიქრეთ ბავშვებო თქო და ესეთი მიმართულება მივეცი. გამომგონებელი ბავშვები რო არიან, რომლებიც ცდილობენ რაღაცა მოიფიქრონ და განაჩვიანი ბავშვები არიან და აი შხამის 90%-ის აფხევკას რომ მოხდეს და ნაკრებით რო დაკარგი იყოს, რა თქმა უნდა, ღირს არა? კი, რა თქმა უნდა. დღე მია ყველაზე დიდი დრო მაგას. თუ ღამე მუშაობს რამდენი ხაი? მუშაობა არ მიზარება. ავტომატურად მოხერხდა ეს ყველაფერი ამ მინების მიწოდება, ასე რომ ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა პროცესია. ბოქსში აკეთებდნენ არის ფიჭების ათლა და თაფლის წურვა, ხო? მოხდა ავტომატიზირება უკვე ყველაფრის და მარტივი. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან კიდე რო არ გამომჩეს, გამიგეთ? თქვენ იყენებთ ნიქრომის მავთულს, მე როგორც ვიცი. კი ბატონო. კი ბატონო. და ხო არ ჯობია რომ ეს მავთული თავისი თავად მაგას წინაღობა მაღალი აქვს, ასე რომ ვთქვა და მავთული ხურდება თუ არა, დაკურდები თუ არა ამას. და ხო არ ჯობია მაგით ჩანაცვლდეს უფრო მაგალითად თუნდაც ფოლადის რაღაცა გარკვეული მარკის მავთულით. არ ნეჟავეიკა. ხო. შესაძლებელია, მაგრამ ამაში ეს უფრო კარგად აწვის და მუშაობაში კარგი არის და ნეჟავეიკა შეიძლება მაგარი იყოს და ნაკლებად იღუნებოდეს ეს. გაწევასაც კარგად უძებს. იქ არის ტემპერატურული რაღაცეები, ბევრი რაღაცაა გასახალისწინებელი. შამით გაშრება და ფუტკარისთვის კარგი არის სიცივეში, როცა მოგვიწევს მისვლას, სიცივეში ცოტა ვატყობ, რომ ფუტკარი ნაკლებად ადის და რო ვაფარებ და სითბოს ვინარჩუნებ, მაშინ უკვე მაგრა ამოდის ფუტკარი. ნიხრომს რაც შეეხება უმაღლესი ნიხრომი არ არის აუცილებელი რომ კასეტაში გამოიყენო. იმიტომ რომ ცუდი გამტარია. ისეთი უნდა იყოს, რომელიც არ დაიჟანგება და აი გაჭიმვას უძლებს იჭიმება ხო კარგად ტემპერატურაზე და ესეც გასათვალისწინებელია ყველა. კი. თუსაც ამკუთხით, იმიტომ რომ ნიქრომს აქვს ცუდი გამტარობა და ხურდება რა ასე. ტექნიკა მაგარი. და მაი უბრალოდ ავტომატი მანდა იმუშავებს არავითარ შემთხვევაში. რა არის მუშაობს კი ვერ გავიგებოდი შე? უბრალოდ მავთული აი ჩარჩოებისთვის რასაც არა, უბრალოდ მავთულს არ გულისხმობ, უბრალოდ არის სპეციალური ფოლადის მავთულები, გარკვეული მარკის, რომელსაც თავისი სპეციალური ისინი აქვს თვისებები რა. კი ბატონო, სხვადასხვა სპეციალური მარკა. მაგ მავთულს ხო დაჭიმაც კარგი აქვს და მაგითო ხმარო ძირითადად ხო კიდე. ნიხრომს. გამძლე უნდა იყოს, არ უნდა გაიწევოს ასე ვთქვათ რა, საგანმავლობაში წელვადობა დაბალი უნდა ქონდეს. ბევრი მონაცემები აქვს რა. და იმის მიხედვით, მაგის მიხედვით ვყიდულობ მავთულს. სიტყვის მაგი როთბება პირიქით კაი არის. როთბება. ერთი მხრივ შავსაც მალე გააშრობს ის და ფუტკარს შეუნარჩუნებს ტემპერატურას. არა, გათბობით ეგ არ ხდება, იმიტომ რომ იმხელაზე არ ხდება მან არაფერი, იმიტომ რომ გათბობას ვიძახი გარემოს პირობ ზაფხულში ხა სიცხერო არის და მაგასთან დაკავშირებით რა და ისე ხა მათ მოკლე ჩართვა არ უნდა იყოს რა, ხდება რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა იყოს მოკლე ჩართვა რა და სპირალის ვარიანტში არ მუშაობს ეგ. ეგ უბრალოდ გამტარია, რომელიმაც უნდა დენი დაარწვას. ეხა ფუტკარს იმხელა ის არა აქვს, რომ მაგიხელა მოკლე ჩართვა მოახდინოს, რომ მავთული რაღაცა გაცხადდეს. მოკლე რო ხდებას დაუშვათ, აი საძებნი რო გამხდომია და რაღაცა ვერ მიძებნია, ამიწევია აპარატისთვის და მასზე მიპოვნია მოკლე ჩართვა, რომ ხელს რო შეყობ, შიგნით გამთბარ სადაც შეატყობდი, იქ მიხვდები რომ მოკლეა. და იმითი იპოვი ადვილად. დანარჩენი სხვა დიდი დატვირთვა მაგას არ აქვს. თავარი კაი გამტარი რო იყოს, ჯობია რა. ეხა 80-20-ზე რო არის, რო სპეციალისტებთანაც უკვე რო ეს თემა განვიხილე, რო ცუდი გამტარია, რა თქმა უნდა, სპირალია და იმისთვის არის, რომ უნდა გახურდეს და ჯობია რომ კაი გამტარი იყოს რა.
ერთი მე დამემართა ესეთი რაღაცა და დამწყებებს რო არ შეეშალონ, ესეთ მაგალითს მოიყვან. ანუ გავწმინდე კასეტა, მაგრამ დროთა განმავლობაში რო არ გამომიყენებია, აი შმაგი შენ დაგირეკე თუ გახსოვს. ერთი მემუშავე და 0-1-ც ვერ ამოვიდა შხამი. აი მის მერე ძალიან მაგრად გავწმინდე ეს მავთული. სპირტითაც დავამუშავე, აი 1000-იანი შხურკა თუ რაღაცის ერთხელ გადაუსვი და აი მეორე დღეს რო ვიმუშავე, ფუტკარი გაგიჟდა რა, 0-8 ამოვიდა. და ვისაც გიგებთ აპარატები, კარგად უნდა გაწმინდოთ მავთულები და სველი არ არის აუცილებელი, ეს სპირტიანი შეიძლება გააჩნია რამდენ რაოდენობაზე მუშაობს ადამიანი, ხა მირიანა შეიძლება როდესაც გამოიყენოს ან მე ის სპირტიანი, მაგრამ ჩვეულებრივი წყალი, აი წყალში გაწმენდა უპრობლემოდ იწმინდება, აქ აი ნექტარი უფრო იმაშვება, იმდენი იქ დინდგელი, სანთელი, ეგეთი რაღაც იმდენი არ მოხდება იმ მავთულზე და ვერ მოხდება, რომ იმან რაღაცა ქნას. ძირითადი არის ნექტარი რა. ჩვეულებრივი წელი ტიროთი, წყლის წელი ტიროთითაც გაიწმინდება მავთულები. კი ბატონო. არ არის რა მიკრული და რაღაცა. ჟელეს ფარო ჩვეულებრივი. ყავს მოგან ნაჭერი არ უძლებს ნაჭერი, ისეთი მაგარი ისაა. მე რაც გამოვიყენე, ნახეთ, აი კიდევ ეს შუტი და ესეთი ის გავაკეთე, ნაჭერი თუ არ მეწვალა, არის ხელთათმანები უარი სამშრალებელი ისენია, საწმენდი ხელთათმანები. აი ეს ხელთათმანი მარტივია, ხელზე წამოიწმევ, ჯობია შიგნიდან ერთ გერადის გაიკეთო, აი ეს ლატექსები, რომ კანზე და იმაზე ეხა ვისაც ბევრს ექმნება პრობლემა, ხანვას აწყებინებს და ასე შემდეგ ალერგიას და რატო უნდა გააკეთო სხვანაირად, ჩამოიშოვე იმას და იქ ნაჭერს. ხელზე წამოიწმევ და მარტივია იმითი წმენდი, არ გიჭერს დაჭერა ის და ადვილად წმენდა. არის ბევრი ნიუანსები ეს. რასაც მოიფიქრებ, კარგს, კაია. მე უბრალოდ რა მინდა იცით, 2027 წელს არის აპემონტია, ჩვენ ამ თემაზე გურიაშიც ვისაუბრეთ, მირიანთან და შვაგი თქვენთან კიდევ. ანუ ჩვენ თუ საქართველოს წარადგენს თავის დახვეწილ ვარიანტს, ანუ ამ კასეტი კოლექტორებისა და ასევე აპარატისას, მე მგონი თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ ჯილდოს, უმაღლეს ჯილდოს, კარგად? და ამ თემაზე წინ კიდევ გვაქვს ერთი წელი, ასე რომ ვთქვათ, და თუ დავხვეწავდა თუ რაღაცა, ამაზე უნდა ვიფიქროთ უნდა და შესაბამისად უნდა მოხდეს უნდა წარდგენა, რა თქმა უნდა, ეს თქვენი სახელით, თქვენი კომპანიით და ჯილდოს რომ ქართულმა, ანუ საქართველოს და თქვენი კომპანია რომ დაიმსახუროს. მე მგონი კარგი შემოთავაზება არის ჩვენი მხრიდან. ჩვენც დეტალებში გავერკვევით რა არის ამისათვის საჭირო, რა როგორ და ვეცდებით რომ ამ კუთხითაც დაგეხმაროთ. ნუ ნახოთ. ყველაფერი ასე რომ ვთქვათ, წინ გვაქვს, მაგრამ ამაზე უნდა ვიფიქროთ უნდა. იმიტომ რომ მართლა გვაქვს მე რასაც უყურებ დახვეწილი სხვა ქვეყნებთან შედარებით. და შესაბამისად ამ კუთხით უნდა გავაზვიროთ და ასევე უნდა მეტი შხამის მომხმარებელი კომპანიები საზღვარგარეთ უნდა მოვიზიდოთ და უნდა ვიფიქროთ უნდა რა თქმა უნდა რაოდენობაზე. მე ვფიქრობ 20 კილოგრამი თუნდაც 50 კილოგრამი იყოს ძალიან ცოტა არის და ჩვენი ყოველწლიური წარმოება მინიმუმ 500 კილოგრამს მაინც უნდა მიახლოვდეს უნდა და ბატონ გიორგის ამაზე იქნება ასე რომ ვთქვათ ისე იგი. ეს არ არის აიოლი თემა პირველ და ერთ და ორ წელიწადში არ იქნება, მაგრამ დამიჯერეთ. 3 და 4 წელიწადში თავისუფლად იქნება მიღწევად. და არანაკლები ინვესტიცია ვიდრე თაფლი. წელს თქვენი აზრით რამდენი იქნება შხამის რაოდენობა ამ დღეს? თუ მე დაახლოებით არ ვიცი. გასამაგდება მაინც ჩემი აზრით. ყველა ვარიანტში გასამაგდება თუ არ გახვეწმაგდება. იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფი მარტო ვიმუშავებთ 4 ჯგუფი ვიქნებით ჩვენ. აქამდე ხო დავდიოდი ესე ორ ჯგუფთან რაღაცა და 10 იქნება, ანუ რასაც მოვიპოვებდი, აი თუ მოვიპოვებთ მაგალითად 3 კილოს იქნება 3 ჯილოს. ანუ დაახლოებით ვარაუდობ რომ 10 კილოგრამზე ახვალა რა მირიან შენი ჯგუფით. მინიმუმ სხვა. ფუტკარში თუ იქნა მშვიდობა და ქვეყანაში ადრე კორონა რო იყო გაგვაჭირა. კი რა თქმა უნდა. ყოველ წელს წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში რა. რამდენიმე წელია უკვე რომ კასეტებს ვამზადებ. წელს ყველაზე მეტი რაოდენობა მომიწია და არის ესეთი ხალხიც ვინც აი მელოდება რაღაცა წელს რაღაცნაირად
გადაივლის, აგერ მირიანი იმოძრავებს აიღებენ და შემოდგომიდან ისე არის შეკვეცები და ძირითადად საქართველოს არის საზღვარგარეთ რამდენიმე მომიწია, მაგრამ ძირითადად საქართველოში. ეხა ეს რაოდენობა საქართველოში. ახლა უყურეთ, მე კიდევ ერთი რაღაცა მინდა ახლა თქვენ კითხვა დაგისვათ, ახლა იგი ეს კითხვა ეხება ბატონ გია კაკაჩიას, მირიანს და შმაგისაც. ბატონმა გიორგი მახსენა $20. თქვენთვის როგორი მისაღებია ეს ფასი? ფასი რაც უფრო მაღალია, ყოველთვის კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ხარჯებთან შესაბამისობაში უნდა იყოს ყოველთვის. საზღვარგარეთიც რა ღირს ეგეთ უნდა გაგვითვალისწინოთ აუცილებლად. იმიტომ რომ ამი არის საქართველოში, როგორც ვიცი და როგორც ინტერნეტ წყაროებიდან ხვდები, ყველაზე საუკეთესო შხამი არის საქართველოში, როგორც ფუტკარი და რატო უნდა ვიყოთ ჩვენ აი დაჩაგრული მაგალითად სხვა. ანუ რა არის, იცით, აქ თავარ ფასებს ბევრი რაღაცა განსაზღვრავს, საბაზრო ეკონომიკას კიდევ რა თქმა უნდა. და მსოფლიო ბაზარზე რა ფასი ექნება შხამს არა? ზოგადად. ჩემი აზრით, სტანდარტი უნდა ჩამოყალიბდეს უნდა, მე ჩემსაც ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ახლა ბატონ გიორგის როდება უთხრათ რომ შენ გინდა თუ რა ირიე, აი ეს შხამი შეიძლება მართლა ტენიანობა არის, როგორც ახსენა ბატონმა გიორგი, 5%-ით რო დააგდოს ტენიანობა, 100 გრამზე 5 გრამის კლება არის ესაც. და რისკები არის ასე რომ ვთქვათ. ხო არ ჯობია რომ ჩვენ ყავდეს სტაბილური ყიდველი ჩვენი შხამის და შესაბამისად ჩვენ საფიქრალი არ აქვს გამიგეთ რომ აი შხამი ან შეგვენახება, ცლობით გვედება მაცივარში და ასე შემდეგ და ესე იგი ასე რომ ვთქვათ. ნუ ამაზე საფიქრალი არის, ამაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა მე ვფიქრობ ბატონი გიორგისაგან აი წინადადება არის წამოსული ასე რომ ვთქვათ. მე არც ბატონი გიორგი ფიქრობს რომ სხვაგან წავიდეს, სხვა ქვეყანაში კიდევ ახალი რისკები არის. ყოველთვის ჯობია რომ შენთან იყოს და გარკვეულ ასე რომ ვთქვათ, იმასედაც ვიფიქროთ რომ აი ჩვენი შხამის ხარისხი გავაუმჯობესოთ და ჩვენი გავყიდოთ ასე რომ ვთქვათ. ესე იგი. და კიდევ ახალი რისკები რო არ ეძებოს ბატონმა გიორგიმ რაღაც ვიღაცა როგორ რანაირად და ასე შემდეგ. მე მგონი 2 საათზე მეტი არის ჩვენ უკვე ჩართული ვართ 11 საათია უკვე. დიდი თემა არის, ეს არ არის ასეთი მარტივი თემა. ჩვენ ახლა რომ ერთი ლაივით ეს ამოვწუროთ. მე ამ თემასთან დაკავშირებით, დავაკვირდებით ტენდენციები როგორი იქნება, კიდევ მოვიწევთ ალბათ სხვა მეთქებსაც. ბატონ გიორგისაც მოვიწევთ, რა თქმა უნდა. და უფრო გაშლილად უნდა ვისაუბროთ უნდა ჩემი აზრით ამ თემასთან დაკავშირებით. გოგა ხო არ გვაქვს რამე ახალი შეკითხვები? არა, არაფერი. მაშინ მოდით დღევანდელი თემა ასე რომ ვთქვათ შევაჯამოთ. ფაქტია რომ შარშან შხამის ფასი დაიწყო თუ არ ვცდებით $18-დან როგორც დასაწყისში ვახსენე და შემდეგ გავიდა $25-27-მდე. არა, უფრო ნაკლები $14-დან იყო როგორც $14-დან დაიწყო? კი ბატონო. და წელს ვიწყებთ შხამის ფასს ასე რომ ვთქვათ $28-დან. მე მეფუტკრებს ხო რომ დაინტერესდნენ ამ კუთხით. როგორც ხედავ უკვე ბატონი შმაგი, ბატონი მირიანიც უკვე ჩართული არის კასეტების წარმოებაში და იმაში. ანუ რაოდენობები შეგიძლიათ უკვე შევუკვეთოთ, თავიანთ ფასს და იმას გეტყვიან, საკონტაქტოსაც ალბათ მოგვაწყვიან და შეგვიძლიათ ჩვენს მოგაწოდოთ. და შესაბამისად ეს პოტენციალი გამოვიყენოთ. ეს არანაკლები პოტენციალია კიდევ ამბობ, ვიდრე მაგალითად თაფლი. თაფლის წარმოებას ჩვენ $36 მილიონამდე ვერავწევთ მაგალითად 2-3 წელიწადში, მაგრამ მე წელიწადში შეგვიძლია $36 მილიონამდე შხამის წარმოება ავწევთ. თუ რა თქმა უნდა მას მოვინდომეთ და ეს არის ერთ-ერთი წარმოება, მაგრამ ისევ ამბობ, ის ყოველგვარი ფასიფიკაცია, ყოველგვარი ასე რომ ვთქვათ მაიმუნობების გარეშე რა, ასე რომ ვთქვათ, უნდა ვიმუშაოთ უნდა სუფთად, პატიოსნად და ვაწარმოოთ უნდა ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც მოელის ჩვენგან მომხმარებელი. სახელის გატეხვა, თავის გატეხვა ჯობიაო, ეს სიმართლე არის და ასე არ უნდა მოიქცეთ უნდა. მე დიდი მადლობა მინდა, დიახ, ბატონო გიორგი. ხარისხთან დაკავშირებით ვიტყვი რა. სხვა ქვეყნის შხამებიც ხარისხს აკმაყოფილებენ და არანაკლები არის ჩვენ ქართულ შხამთან შედარებით.
მაგის ანალიზები ჩატარებული გვაქვს და ვიცით. არ არის ესე რომ აი ქართულია და всё ძალიან ის არის უმაღლესი ხარისხია, არ არის. აი ყველაზე აი ერთი კითხვა, ყველაზე დიდი რაოდენობა შხამის ან რომელი ქვეყანაა წარმოებს? აუ ყველაზე მეგონი ჩემი ჩინეთი არის ყველაზე დიდი ძალიან კი ბატონო, აი ჩინეთის შხამი და ჩვენი შხამი ვიცი რომ აი ძალიან განსხვავდება ერთმანეთის. არა, ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ. შეიძლება ჩინეთთან განსხვავდებოდეს, მაგრამ არის კი ბატონო, კი ბატონო. არა დაასრულე რაღაც სიძახდი და ვიღარ დაასრულე რომ არა ანუ შეიძლება მელიტინი იგივე კონდეს აი ჩვენ როგორ ჩვენ შხამს ისე სხვა ქვეყნების შხამსაც მაგრამ აი ყველაზე დიდი მწარმოებელი რომელიც არის ჩინეთი იმაზე ბევრად უფრო კარგია ჩვენი შხამი ვიცით ეგ და ეგრე არ ხდება ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით ბიზნესში რომ ანუ მე ეს ფასი მინდა და ეს ფასი მაწყობს და რაღაცა მაგრამ რავი ისე უნდა მოხდეს რომ ჩვენი შრომა ძალიან ხო მაგარი შრომა აქვს ამ შხამის აღებაზე ჩვენს დაგვიფასდეთ და თქვენს რო არ იზარალდეთ და ანუ არავინ ვერ იმუშავებს სხვის ხარჯზე რა და სხვის მოგების გამო ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს ერთმანეთზე უნდა იყოს გადაბმული როგორც ჯაჭვით აი ყველაფერი უნდა იყოს წესრიგით და იმედია ესეც იქნება რა ხო და მაგიტომ თქვი მე აი $25 არ არის თანხა ეხა 1 გრამისთვის და ეგ უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი ჩემი აზრით კი ბატონო გასაგებია თქვენი მოსაზრებები მე მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას დღეს მოწვეულ სტუმრებს ბატონ გიორგის ბატონ შმაგის ბატონ გიას ბატონ მირიას ბატონ გოგას ეთიკამ ორჯერ და შემოსვლა და ორჯერ გაგვეთიშა სამწუხაროდ თორე ეთიკას იწოდა მელიაც თავის ედვარდმელია თავის სიტყვას ედიკას ეთერს თავისი ახალები ყავს რომ გავთიშოთ მე მეცოდინება ზუსტად კიდევ მე ბატონებო გთხოვთ რომ მე ვეცდებით რომ ეს ვიდეოს ჩანაწერს ვაკეთებ და არ მინდა რომ წინას რომ დაგვარგეთ ვიდეოები ლაივები ჩანაწერები ისე დაიკარგოს ეს ლაივი სავარაუდოდ ამას ავჭირთავთ YouTube არხზეც გაერთიანების და შესაბამისად ყველა შეიძლება ამ ვიდეოს ნახვა ჩვენს YouTube არხზედაც ასევე შეგიძლიათ კომენტარების დატოვება იმიტომ რომ მეკუთვნებს ჩვევია რომ ეს ერთხელ მოისმენებენ ისე თავიდან უყურებენ ჩვენს ლაივებს ისე უჩნდება დამატებით კითხვები და ისე ტოვებენ კითხვებს თქვენც გთხოვთ რომ იაქტიუროთ კომენტარებში თუ კითხვები თქვენს მიმართ წამოვიდა რომ პასუხი გავცეთ და ჩვენც რა თქმა უნდა ვეცდებით რომ ყველანაირად ხელი შეგიწყოთ თუნდაც მეკუთვნებთან დაკავშირებაში და მე ვიცი რომ ამაზე უკვე დიდი ინტერესი არის გახვიწებული მანამდე თუ მაგალითად მუშაობდა ბატონი მირიანი კიდევ 1-2-3 გუნდი იქ გურიაში მისი კიდევ აპირებენ ახალი გუნდები ჩართვას ამ შხამის მიღებასთან დაკავშირებით შხამის სერვისთან დაკავშირებით და ფიქრობენ რომ ეს წარმოება გაიზრდება ასე რომ ვთქვათ შხამის წარმოება საქართველოში მე დიდი მადლობა მინდა ბატონებო გითხრათ თუ რამე სათქმელი გაქვთ კიდევ დარჩენილი სიამოვნებით რავი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს შანსი და უნდა დავალაგოთ სიტუაცია რავი ნამდვილად აი მართალია შანსი უნდა გამოიყენოთ თანხები თუ გაიზრდება აღარ იქნება ესეთი მოთხოვნა კლიენტი აღარ იქნება და მე როგორც 90-იანებში მოხდა ისე მოხდება სახში მოუწევ შენახვა მე იმეების და აი კატასტროფა იქნება ხო და ამიტომ თანხების არ უნდა მოხდეს რომ აი მე ამდენი მინდა ამდენი და მომეცი ამდენი თუ არა და არ მოგცემ და არ შევალ არა ვიღებ და სხვასთან წავალ და რაღაცა მე აღარ იქნება კლიენტი და ყველა საქმე გაფუჭდება მარტო ჩემი ხო არ გაფუჭდება რა კი ბატონო აი საქართველოზე და შიდა საქმიანობაზეც არ არის დამოკიდებული თუ გაიზრდება რაღაცა გარკვეული ოქროშუალედები და დავიჭიროთ უნდა რა ეს არის კი ბატონო კარგით ბატონებო მე მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას დღეს ლაივში მონაწილეობისათვის ასევე მადლობა მინდა მოვხადოთ ჩვენს მაყურებლებს რომლებიც რო ვაკვირდები ლაივში ჩართულები არიან და გვაკვირდებიან ისვენენ ჩვენს იმას და წარმატებები მინდა გისურვოთ და ისევ ასე რომ ვთქვათ შემოგეხმიანებით შემდეგი ლაივი უკვე სხვა თემას დაეწყობა მაგრამ სეზონი ახლოვდება და წარმატებული სეზონი მინდა ყველას გისურვოთ ასევე წარმატებები თქვენ დიდი მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის
დავარაუდოთ შემდეგი ლაივი. კი. აბა დროებით წარმატებები ყველა მშვიდობიანი